მოძრაობის წევრები პროკურატურაში და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კვირა ყოფილი ხელისუფლების გუნდისთვის დაკითხვები, დაპატიმრებები, სასამართლო პროცესები და სკანდალური განცხადებები ერთი თუ მეორე მხრიდან. საღამო მშვიდობისა, ეს დიდი პოლიტიკა, მე ინგა გრიგოლია ვარ. ეს არის პოლიტიკური შოუს ნაწილი. იქ არ დაუსვამთ არც ერთი ისეთი კითხვა, სადაც თავად საქმეში პასუხი გაცემული არ არის. ჩვენი ხელისუფლება ჩვეულებრივად პოლიტიკურ შოუს აგრძელებს. განაცხადა დღეს პროკურატურაში დაკითხვიდან დროებით გამოსულმა თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა გიორგი ღვინიაშვილმა. შეგახსენებთ, უმცირესობის 2 დეპუტატის დაბარება პროკურატურაში დღეს სანდრო გირგვლიანის თემას უკავშირდებოდა. 2 დღის წინ კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო მერაბიშვილის სკანდალურ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ყოფილ პრემიერს მთავარი პროკურორი ფარცხალაძე ემუქრებოდა, ასეთი რამ განაცხადა. ნაციონალური მოძრაობა პანიკაშია და მერაბიშვილის განცხადება შესაძლოა გამოწვეული იყოს გადაჭარბებული შიშისგან. მე მოვისმინე განცხადებები, რომ დააკავეს ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც იყო ჟვანიას მძღოლი თუ პირადი დაცვა. შეიძლება მერაბიშვილი ცდილობს, რომ დააშანტაჟოს მისი ყოფილი ხელმძღვანელი მიხეილ სააკაშვილი. ძალიან საყურადღებო აქცენტები გააკეთა ჟვანიას ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით და გააკეთა მეორე აქცენტი სააკაშვილის ფინანსურ რესურსებთან დაკავშირებით. დაველოდოთ, ისინი ერთმანეთში კარგად გაარკვევენ, განაცხადა პრემიერმა. მთელი ამ კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიხედვით გამოდის, რომ ორი ყველაზე ხმაურიანი თემა, რომელზეც პროკურატურა მუშაობს და რომლის ხელახალი გამოძიება, როგორც ჩანს, მიდის, სწორედ ჟვანიას და სანდრო გირგვლიანის საქმეები იქნება. ვინ იქნება შემდეგი ნაციონალური მოძრაობი და რომელსაც პროკურატურა დაიბარებს? ეკა ბესელიამ გუშინ ჩვენს ეთერში განაცხადა, რომ პარლამენტმა რეკომენდაციები პროკურატურას უკვე გადაუგზავნა მთელი რიგი საქმეების სასწრაფოდ გამოსაძიებლად. გადაცემას ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის დებატებით ხსნით მიხეილ მაჭავარიანი და ვიქტორ დოლიძე. მე მივესალმები ჩვენ სტუმრებს, ძალიან დიდი მადლობა, რომ მიიღებთ გადაცემაში მონაწილეობას. თქვენი ნებართვით მე პირველ შეკითხვას დავუსვავ ბატონ მიხეილ მაჭავარიანს. ამ წუთებში ჯერ კიდევ პროკურატურაში იმყოფება ბატონი ღვინიაშვილიც და ბატონი ბუცხრიკიძეც. ნაციონალური მოძრაობისთვის იყო ძალიან მძიმე კვირა, ხო ეს ბატონო მიშა? როგორ ხსნით თქვენ, რა ხდება პარტიის თავს, თქვენი პარტიის თავს? ზედიზედ ასეთი დაბარებები, დაკითხვები, დაპატიმრებები, სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, ეს ალბათ არ არის შემთხვევით. ეს არ იყო მოულოდნელი ინგა, მოგესალმებით პირველად ვარ შენ გადაცემაში. დამეგვიანდა და მე მგონი თუ ადრე მეკვლე ვიყავი, ეხლა მე მგონი ერთ-ერთი ბოლო ვიქნა. არა უშავს, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ვინც შენთან სტუმრად მოვიდა. ვილნიუსი არჩევნების დამთავრების მერე და ვილნიუსის სამიტის მერე მე გავაკეთე ესეთი განცხადება, თუ გახსოვს, რომ ჩვენ დაველოდებით ახალ ტალღას და ბუნებრივია ახალი პროკურორის დანიშვნა, ისეთი პროკურორის, რომელიც არ იყო ცნობილი არც პოლიტიკურ ელიტაში, ეს იყო ადამიანი, რომელიც იყო ცნობილი მანამდე ოპერატიული გამოცდილებით, ოპერატიული საქმიანობით, ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, მას შორის აი ამ პერიოდში 9 წლიანი პერიოდი თქვენ რო გიყვართ საუბარი, იყო ერთ-ერთი კარგი შემსრულებელი და როგორც ჩანს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობით პერიოდში მან თავი გამოიჩინა როგორც ადამიანმა, რომელსაც ყველაფერი შეიძლება გააკეთოს, აი მაგალითად ორ საკითხს აგისახელებ და მიხვდებით რისი ყველა ნაბიჯის გადამდგმელია ეს ადამიანი. პირველი უკავშირდება ნატოს დელეგაციის ვიზიტის დროს მერიის მაღალჩინოსნების დაკავებას და მერე გაშვებას, ისე რომ დაკავებაც არ დაარქვეს და მეორე 30 კაცის 30 კაცი და მე გამოჩიეჩი დააკავეს, მერე გამოუშვეს, მერე კიდე 3 კაცი დააკავეს და ასე შემდეგ, ისე რომ ახსნა განმარტება საბოლოო ჯამში ეს იყო უკანონო დაკავება, ეს რა იყო, არავის არ მეუცია და მეორე ჭელას მინარეთთან დაკავშირებული, როცა ფინანსურმა პოლიციამ მოჭრა მინარეთი, წაიღო ვითომ ასაწონად და მერე ისე ხელისუფლებამ ივანიშვილის დაპირებით დააბრუნა. როგორც ჩანს, პროკურატურა სწორედ ამ ნიშნით და ბოლო პერიოდში იყო ახალი პროკურორების მისვლა, ძველების გაშვება სამსახურიდან, ეს უკავშირდება პირდაპირ აი რაც ამ პერიოდამდე ვერ შეძლეს და ვერ გაკეთდა და დროც ძალიან მოკლე ამ მაინც არ არის დიდი დრო, იმიტომ რომ ადგილობრივი არჩევნებია. ამაზე ალბათ მე ვისაუბრებთ, არ არის სასაუბრო, იმიტომ რომ ჯერ ჩვენ არც საბოლოო სისტემა ვიცით საარჩევნო და არც კანონი ვიცით, როგორი უნდა იყოს ეს ადგილობრივი არჩევნები, სხვა ჩვენს არავინ არ იცის. ადგილობრივ არჩევნებს დაუკავშირა სწორედ უგულავა მისი დაბარება პროკურატურაში, ამაზეც ოდნავ მოგვიანებით დავსავსე. შვედეთში ვიყავი ხა უმრავლესობის წევრებთან ერთად და მათ ვკითხე და პირველმა მათგანმა ვერ გამცა პასუხი საბოლოო ჯამში, რაზე ჩამოყალიბდება ოცნება. ეხლა რაც შეეხება ამ დაბარებებს, მე ამას უფრო ესე დავაკავშირებდი, რომ როგორც ჩანს ეს არის რამოდენიმე თემა, რომელიც მიაჩნია დღევანდელ ხელისუფლებას, რომ სასტრაფოდ რაღაცა უნდა იღონოს და ამ თემებში თქვენ სწორად აღნიშნეთ, ეს არის ზურას გარდაცვალების, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი და რა თქმა უნდა თემა, რომელიც რეზონანსული თემები იყო, ჩვენ ერთი მხრივ ვადევნებდით თვალყურს ბუტარო ბაქიძის ამ საქმის გამოძიების, განახლების დინამიკას
იგივე გირგვლიანის თემა და ეს ბუნებრივიც იყო რომ ამ თემებთან იქნებოდა დაკავშირებული და ეს შემოbrunდება მაგრამ თვითონ ფაქტი რაზეც არის საუბარი ახლა რაც განაცხადა მერაბიშვილმა და მე მგონი რაც უფრო მეტი დრო გადის ამ ფაქტთან დაკავშირებით და არ იწყება გამოძიება მით მეტი ერთი მხრივ სინათლე შემოდის რომ როგორც ჩანს რაღაცა იყო, იმიტომ რომ ჩვენ ერთი მხრივ გვაქვს განცხადება რომ კი ბატონო თუ დაწყება გამოძიება ჩვენ ფირებს მივაწოდებთ, მეორე მხრივ ხო უმარტივესია თუ მაგალითად იგივე ვანო მერაბიშვილი იტყუება, ამოიღეს მონაცემები მისი პირადი კამერიდან და მისი ფაქტი ბაჭო ახალაიას შემთხვევაში თქვენ ნახეთ ხო გამოქვეყნა მისი და აკომინაშვილის არა მარტო ვიზუალური შეხვედრა, არამედ საუბარიც კი რომელიც აკრძალულია, იგივე განცხადებები რომელიც იყო სხვა შორის მთავრობის წევრებისგან მე დაახლოებით ვიცი მესიჯი რა უნდა ეთქვათ შემთხვევით ჩამივარდა ხელში ვიზიტის დროს ადამიანმა მითხრა როგორი განცხადება უნდა ყოფილიყო მერაბიშვილის რეაქციაზე უნდა ყოფილიყო ცინიკურია ესე ვთქვათ განცხადება რომ კარგი ახლა არაფერი რაც ზოგიერთმა მაგრამ ზოგიერთმა მინისტრმა მინდა ვთქვა ძალიან ადეკვატური განცხადება გააკეთა რომ რაღაცა პატიმარი ვინ მიუხედავად იმისა ვინ არის ეს პატიმარი აკეთებს ასეთ განცხადებას ბუნებრივია უნდა მოხდეს გამოძიება და წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი რომელმაც ეს განაცხადა წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი და კიდე უმრავლესობის იგივე უსუპაშვილის განცხადებას ეკაბესელი ამაც გუშინაკი მაგრამ ერთი არის ამაზე ვისაუბრობ და მეორე არის რომ მე არ აღმოჩნდეს რომ გავიდა 10 დღე თუმცა აი დინამიკას გეტყვით და ვანოს ესე იგი ჩააჯინეს მანქანაში წაიყვანეს შეხვედრაზე და იქ ეუბნებიან რომ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვითხარი თორე გვერდზე მოგიждდება მეგობრები და ამ დროს უკვე გიგი უგულავას რომელიც თემა არის დაახლოებით 6 თვეა ხო გაიხსენეთ ეს დაკავება ნატოს დელეგაციის დროს უკავშირდება დღევანდელ ბრალდებას გიგი უგულავას თუ ამ ხნის განმავლობაში იყო 6 თვე რას ელოდებოდი შედალოცვილი ხო გიგი უგულავა მიიღო სწორედ იმ საღამოს პროკურატურიდან უწყება როდესაც დილით გააკეთა ეს განცხადება მერაბიშვილის თემაზე დააკავეს ფურცვანი და კობა დაცვის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი ხარშილაძე და საკითხი მარტივია ხო green service-ი რაღაცა ოპერაცია არასწორი დაფუძნება თანხის მითითება ამ შემდეგ და უცებ პრემიერი აკეთებს განცხადებას რომ ჟვანიას ძღოლი თუ დაცვის წევრი. ეხლა თუ საკითხები კობა ხარშილაძესთან იყო იმ გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაშინ რატო აკეთებ აი ესეთ რაღაც გაუგებარ ანუ თქვენს ეს გაიგეთ ისე როგორც გაიგო ძალიან ბევრმა ხომ, რომ საქმე ეხება სწორედ ზურაბ ჟვანიას საკითხის გამოძიებას და ვანო მერაბიშვილიც ბატონო ვიქტორ სწორედ ამ შეკითხვით გადმოვალ მე თქვენთან ვანო მერაბიშვილიც რომელიც აკეთებდა ამ განცხადებას რომ მას მოსთხოვეს სააკაშვილზე საბანკო ანგარიშები, მაგრამ პლუს ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემა. სააკაშვილზე პირველი არ არის, თორე ძალიან ბევრ ადამიანისთვის უკითხიათ ეს ზოგი ხუმრობაში, ზოგი სიმართლეში ამ ანგარიშებთან დაკავშირებით. მის საბანკო ანგარიშებზე. კი ბატონო, მე მინდა თქვენ დაგისვათ კითხვა, ბატონო ვიქტორ, რა ხდება? აქვს თუ არა უფლება სრულიად ლეგიტიმური ნაციონალურ მოძრაობას, რომ მათ გაუჩნდეთ მოსაზრება, რომ ეს არის პირდაპირ შეტევა ერთიანად პარტიულ მთავარ ბირთვზე, ლიდერებზე და ყველაზე ხმაურიანი საქმეების გამოძიების კონტექსტში ხდებოდეს ეს. მოგახსენებთ, დიდი მადლობა პირველ რიგში ინგა დაბატებებისთვის. მე პირველად გახლავართ თქვენ სტუდიაში და მე მინდა ამ სტუდიას ვუსურვო წარმატებები. ძალიან კარგია, მნიშვნელოვანია, მე ვფიქრობ ამგვარი დებატები შესაძლებლობა ორივე მხარეს გვეძლევა რომ ვისაუბროთ სხვა საკითხებზე. და მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგია რომ ჩვენ ესეთ რაღაცებზე უკვე ვსაუბრობთ. საუბრობთ თემებზე, როდესაც დაპატიმრებული შეიძლება იყოს ვიღაცა, ან უბრალოდ კითხვები არსებობდეს პროკურატურის მხრიდან და სამართალდამცავი შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებისგან და ჩვენ დღეს უკვე ამ თემებზე ვსაუბრობთ. ერთი წლის მერე რაც მოახერხა ქართულმა ოცნებამ ჩემის აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი ის რომ ამაზე საუბარი შესაძლებელია, დახურული თემები არ არსებობს, ბატონმა მიშამ ეხლა ახსენა ვთქვათ იგივე ბაჩო ახალაიას და აკაკი მინაშვილის საუბრის ჩანაწერი ციხეში ვის შეეძლო ამგვარი რაღაცების ეს ჟურნალისტებმა გაავრცელეს და არა სასჯელ ახსოვებამ თუნდაც იმ პერიოდში თქვენ ალბათ ჩემზე კარგად უწყით ქალბატონო ინგა რომ ჟურნალისტებს არც მაშინ ჰქონდათ იმის ფუფუნება რომ ამგვარი რაღაცები გამოეშკარავებინათ და მე ვფიქრობ რომ ეს კარგია და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ პირდაპირ გეტყვით მეც მაქვს რა თქმა უნდა კითხვა მეც მაინტერესებს რომ რეალურად რა მოხდა და არანაირი პრობლემა არ მაქვს იმისა ვანო მერაბიშვილის ბოლო ინციდენტზე ვამბობ გამოძიება ჩატარდება თუ
თუ ნებისმიერი სხვა მოკლებითი სამუშაო, რომ რეალურად რა მოხდა. ისე ერთს გეტყვით, მე მიუხედავად დიდი პატივისცემისა, უფრო გულწრფელი მომეჩვენებოდა ბატონი მიშას საუბარი დღეს, მას რომ წმინდა ხევრის 2 წლის წინ ამგვარი განცხადებები იმ თემებთან დაკავშირებით, რომელზეც ჩვენ დღეს საუბრობთ, გაეკეთებინა, შეფასება გაეკეთებინა, იგი ვიცე-სპიკერი გახდა პარლამენტის ნაციონალური მოძრაობის სახელმწიფო წრიდან, არაფერი მას არ უშლიდა, ისევე როგორც მის სხვა კოლეგებს, მაგრამ ამგვარი განცხადებები, ამგვარი შეფასებები, ამგვარი წუხილი თითოეულ საკითხთან დაკავშირებით მე მისგან არ მინახავს, არ მომისმენია ყოველ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროდ დაწყებული გირგულიანის თემიდან დამთავრებული იმ თემებამდე, რომელზეც ჩვენ ახლა დღეს საუბრობთ. კიდევ ერთი ვიცით რა, ერთი მხრივ გასაგებია მესმის, რომ ბუნებრივია ეს უნდა გადაწყდეს ეს თემა, უნდა გავარკვიოთ რა ხდება, როგორ ხდება, მაგრამ ჩემი აზრით, მაშინ როდესაც არის საუბარი ისეთ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც არის ვანო მერაბიშვილი, ისეთ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ხო, წონადობამ ეს საკმაოდ ნაციონალურ მოძრაობაში ყოველ შემთხვევაში დღესაც დიდი აქვს. მაგრამ არ მგონია რომ ეს ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ეს ესეა ვფიქრობ. არის მის კითხვაც არ ჩდება ძალიან ბევრი, რომ აი რატომ მოხდა ესე, როგორ მოხდა, როგორ შეიძლებოდა ვანო მერაბიშვილს, როდესაც დაიბარებენ მაგალითად ან გაუმძიებელი გაესაუბრება ამ პროკურორი, თუნდაც თავარი პროკურორი იყოს, შეიძლება მოთხოვოს ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ შესაძლებელია იგება და მან ამ კითხვაზე პასუხი იცოდეს, მე მგონი ამაში გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ არის, მაგრამ ამ კითხვას ზემოდან თუ კი მოსდევს ის რომ აი შენ თუ ეხლა ეს მე არ მითხარი და დაგიჭერს უყოლას ეხლა კოალიცია ჩვენ იმიტომ მოვედით რომ პიროვნების თავისუფლების უფლება იყოს გარანტირებული და ქართულმა ოცნებამ ეს რამდენად გარანტირებულად მე ალბათ მოსახლეობას უნდა ვკითხოთ და მე მგონი კვლევები იქნება თუ ნებისმიერი სხვა ამას კარგად გვაჩვენებს და გვეუბნება თუ რომ მოახერხეთ თუ არა ერთი წლის განმავლობაში ნამდვილად მოახერხეთ ის რომ არ ვაქებ პირდაპირ გამიგეთ სულად გულწრფელი ვარ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ეს თუ თია წულუკიანი მაგრამ ამ ორმა ადამიანმა მაგალითად ავიღოთ ხო მოახერხა სუნცირე ისო დეპოლიტიზირებულია თავიდან ბოლომდე როგორც იუსტიციის სისტემა სისტემურად ვამბობ მე კონცეპტუალურად ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში რა ხდება ინგა ეხა მე და თქვენ მე მგონი ბევრი საუბარი ამაზე არ მოგვიყვება კი ბატონო თუმცა ბატონო ვიქტორ როდესაც აკეთებს განცხადებას პროკურატურა ასეთი ტიპისას მაგ გუშინ გააკეთეს ოფიციალურად განცხადება რომ ვანო მერაბიშვილი არის რიგითი პატიმარი ასეთი ყავს 10000 და ყველას მიერ ნათქვამ რაღაც გაუგებარ ბრალდებებზე ჩვენ არ ვაპირებთ დავიწყოთ გამოძიება ეს ნორმალურია ნორმალურია ინგა რატომ არის ნორმალური საზოგადოების ინტერესის საგანი რო არ იყოს იქით გადავდოთ როდესაც თქვენი მთავარი ოპონენტი პოლიტიკური ძალა ასეთ ბრალს გდებთ რომ თავზე გადაფარებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაკავთ მატროსოვის ციხიდან და მას ხვდება ფარცხალაძე და იქ როგორც იყო ნათქვამი ემუქრება ეს გამოძიების თემა თია წულუკიანი რომელიც თქვენ ახსენეთ სწორედ თია წულუკიანმა თქვა რომ უნდა იქნას გამოძიება თქვენ თვითონ გაეცით ახლა თქვენივე კითხვას პასუხი დიახ ვანო მერაბიშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი ჩვეულებრივი და სანამ არ დამკვიდრდება ამ ქვეყანაში რომ პრემიერ-მინისტრი იყო იგი პრეზიდენტი იყო თუ ნებისმიერი სახელმწიფო უმაღლესი წარმომადგენელი და საჯარო მოხელე და ის ჩვეულებრივი მოქალაქე არ არის და ისევე როგორც ჩვეულებრივი ობივატელი აგებს კანონის და სამართლის წინაშე პასუხს და ვანო მერაბიშვილის აქედან გამომდინარე ჩვეულებრივ პატიმრად შერაცხა პროკურატურა, რაშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები და ეხლა შემიძლია დაგიდასტუროთ, სანამ ჩვენ აქამდე არ მივალთ, მანამდე ჩვენ ქვეყანას ვერავაში. იყოს ჩვეულებრივი, მაგრამ გამოძიება უნდა დაიწყოს თუ არა. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ძალიან ნათლად და აბსოლუტურად სწორად ჩემის აზრით განაცხადა, ეს იქნება ვანო მერაბიშვილი, ეს იქნება ვინც არ მიშა მაჭავარიანი თუ ვიქტორ დოლიძე, ყველა ვართ თანასწორი კანონის წინაშე. არ ვიყავით ინგა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ ამის გაკეთება შეძლო. და პირდაპირ გეტყვით ძალიან ბევრი ხალხი ეხა ჩუღურეთიდან მოვდივარ მქონდა მიღება 80%-ზე მეტი ვინ შემოდის ჩემთან ოთახში და მოსახლეობას რო ხვდები პირველი კითხვა რაც არის ურთულესი მემკვიდრეობა ავიღეთ ჩვენს თავზე ერთი მხრივ უნდა აღადგინოს სამართალი მეორე მხრივ უნდა წახვიდე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციისაკენ და აქეთკენ მივდივარ და კითხვები მაინც ჩდება აი რომელი სამართალი აღადგინეთ
8000-ზე მეტი საჩივარია შესული პროკურატურაში. და ეს გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს არ გაუკეთებია არც ქრისტიან დემოკრატებს, მაგალითად, არც თავისუფალ დემოკრატებს, არც ბიძინა ივანიშვილს და არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალას, რომელიც მაშინ იყო ოპოზიცია. კარგეთ. მოდით მე ბატონოს მიცემ სიტყვას თულს. ბატონო ვიქტორ, ეხლა მოდით ასე ვთქვათ რა. ერთი მხრივ თქვენ თქვით, რომ ესეთი ფაქტი შეიძლება მოხდარიყო, ანუ ადასტურებთ, რომ შეიძლება მოხდარიყო ეს ფაქტი, მაშინ ეს ყველაფერი უნდა იყოს დაუქმებული, ჩაწერილი. მიშა, როგორ უნდა დავადასტურო, ბატონო? ამიტომ მოდით არ გვინდა სპეკულაციები, სპეკულაციები არა, მოდით ვთქვათ ეს სწორია თუ არასწორია. მე არც დამიდასტურებაც ყოფილვარ, ხო? ვიქტორ, განსხვავებით სხვებისგან რა, მე არ გავქცეულ ვარ პასუხისმგებლობას. თქვენ გვერდზე გყავთ ადამიანები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ, ახლა ჯერ ერთ ნაციონალურ მოძრაობას არ გაუკეთებია. თუ ვინმე ადამიანმა გააკეთა ეს, აგერ არის ბურთთა მოედანი, აგერ არის პროკურატურა, აგებიეთ პასუხები. ის ადამიანები, რომლებიც ახლა თქვენს გვერდზე არიან, ის მგლები ცხვრის ტყავი რომ მოირგეს. და ბევრი ხალხი ის ადამიანები, ვინც ამ საქმეებს აკეთებდნენ, პროკურატურაში მუშაობდნენ თუ შინაგან საქმეთა სამინისტროში თუ თქვენ ადასტურებთ რომ ეს ესე იყო, ბატონო. თუ ეს დარღვევები არსებობდა, ბატონო ვიქტორ, და არის 8000 საჩივარი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, ეს არ იყო პარტიის გადაწყვეტილება, ეს იყო კონკრეტული ჩინოვნიკების იმ 8000 განცხადებაში წერია გვარი და სახელი ადამიანების, ვინც ამას აკეთებდნენ. გვარი და სახელი, აი ამ გვარდასახელებს გაკევით. პარტიას კი ნუ ანადგურებთ და თქვენი მიზანი კი არ არის. ამიტომ დაუბრუნდეთ ვანო მერაბიშვილის кейს. ჯერ ეს ერთი რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ვანო მერაბიშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი და რაც არ უნდა ისტორია შეცვალოთ, ის რეფორმა, რომელიც უკავშირდება პოლიციას, ვანოს სახელს უკავშირდება და მით უმეტეს ასეთი მაღალი ინტერესია მერაბიშვილის მიმართ, ის არის პრემიერი, ის არის უკავშირდება ვანოს სახელს. პოლიციის რეფორმა თუ ეს კიდე ვინმესკისთვის არის კითხვის ნიშანი უკავშირდება ვანო მერაბიშვილის სახელს და მიხეილ სააკაშვილის და პოლიცია რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ ვიქტორ გაი საგზაო პოლიცია რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ მე-6 ეგრეთ წოდებული და ასე ყველაფერზე გადავალ იმიტომ ვამბობ რომ განსხვავებით იმედგან თქვენ მოგეწმასნათ დღეს რა რომ რაღაცა პერიოდი რამოდენიმე დეპუტატი რამოდენიმე საკრებულოს წევრი რამოდენიმე ის ადამიანი რომელიც პროკურატურაში მუშაობს რომელიც იმაში მუშაობს ამ ადამიანებთან თუ რამე არის თუ ვინმე დაადებს ხელს მიშა მაჭავარიანს ან ვინმე დაადებს ხელს კონკრეტულად რომელიმე პარლამენტის წევრს პრობლემა არ არის მაგრამ აქ საუბარი რაზე არის რაზე საუბარი თუ ორი განსხვავებული რაღაცა თქვი ახლა შენ ეხლა ერთი თქვი რომ შეიძლება კითხები გაჩენილიყო ვანოს მიმართ და ეს ლეგიტიმურია და იმიტომ არის სხვა განსხვავებული რატო თქვი იმიტომ არის გადასტურებ რაც თქვი ეხლა გეტყვი რატო არის და ეს თუმცა ბევრი ევროპელი შენს გელაპარაკება სხვაგანაც ამბობს რომ გაუგებარია რომ წინასწარ დაკავება რატო არის ამ ადამიანის საჭირო დღეს ვანო მერაბიშვილი არ არის დაკითხული იმ საკითხებზე რომელიც ეხლა თქვი შენ იგივე ზურას გარდაცვალების საქმე იქნება ეს თუ რაღაცა ვიღაცების ფინანსების საქმეზე თუ ესეთი ოქმი არსებობს გამოაჩინეთ ეს ოქმი და თქვით რომ კი ნამდვილად ფარცხალაძე იყო მისული ან ვანო მიიყვანეს ფარცხალაძესთან მაგრამ ამასაც ვერ თქვით იმიტომ რომ ეს პროცედურის დარღვევა არის თუ ის მიიყვანეს ღამის 2 საათს ან მეორე გზა არის ძალიან მარტივი გზა რომ იგივე შეცდომა არ გაიმეორო რაც მე გავიმეორე რომ არ დააფარო ხელი ხო ეთახმებით აბსოლუტურად მე გამოაქვეყნეთ ეს ჩანაწერები იცით რომ 24 საათიანი თვალყური არის ხო სტაკანში საათსა და თქვენ 3 დღე და თქვენ იყავით ინგა და იქ კამერები გამოჩნდა სხვა შეიძლება თქვენ სადაც იყავით იმ გადაცემაში ერთ-ერთი მტკიცებულება ის არის რომ იქ კამერები ჩანს მატროსოვის ჩანს თქვენს კადრებში კამერები ჩანს სადაც დამონტაჟებული და იქ ადვილია მერაბიშვილის კამერის თავზე არის სხვათა შორის ის დამონტაჟებული ამიტომ ვამბობ რომ ამ თემასთან დაკავშირებით არის უმარტივესი თემა და რაც უფრო ვიქტორ ამ თემას გავწელავთ მით უფრო მეტ შეშიშავთ. კი ბატონო, ერთი კითხვა მინდა დავსვა. იმიტომ რომ დღეს სამართლიანად გაჩნდება ეს კითხვა, იგივე ინგამრას თქვა რომ რაღაც პერიოდში თუ ეს წაიშალა მართლაც. თუ ჭკვათ ყოფილი ხარ ეს არ უნდა წაშალო და არა, სოზარ სუბარმა თქვა თავის დროზე რომ 10 დღეში იშლებაო ეს ფირები და 3 დღე გადარჩა. ხო, შეიძლება მე გადათქვა, მაგრამ თავის დროზე აქვს ნათქვამი, ანუ ჩვენ შესაძლებელია მოვისმინოთ კიდეც ასეთ განცხადება. ბატონო ვიქტორ, მე რატომ გისვავთ ამ კითხვას? დღეს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბატონი კახა ბუცხრიკიძე არის პროკურატურაში ამ წუთასაც ჯერჯერობით გიორგი ღვინიაშვილიც მაგრამ ბუცხრიკიძესთან კონტექსტში მინდა ერთი კითხვა რომ დავსვა ეს კაცი არის იქ დაბარებული რამდენადაც მე ვიცი სწორედ სანდრო გირგვლიანის მკვლობისთვის დაპატიმრებული ადამიანების განსაკუთრებულად კომფორტული პირობების შექმნისთვის და მათი გაყვანისთვის ციხიდან და ასე შემდეგ არა გუშინ დავით ბაქრაძე ჩემს ეთერში საუბრობდა და მან დასვა ასეთი კითხვა ის თუ კი
ბუცხრიკიძე სწორედ პატიმრის გაყვანისთვის არის დღეს დაბარებული და მათთვის რაღაცა სხვა პირობების შექმნისთვის, რაც არ უნდა შეექმნათ პატიმრებისთვის, უნდა იყოს გამოძიებული, რატომ არ უნდა იყოს გამოძიებული, მაშინ იმავე საკნიდან ვანო მერაბიშვილის გაყვანა. კი, ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის ლიდერი ამბობდა. დავით ბაქრაძის დაინტერესება საერთოდ პატიმრების მიმართ, დემოკრატიული რეფორმების მიმართ, ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართ, რომ დაინტერესდა ბოლო-ბოლო ბაქრაძე. მიშა მაჭავარიანი დღეს ერთად ვხედავთ პირდაპირ ეთერში და იგი ინტერესდება რა მოხდა და კარგია ესო ინტერესდება. აქამდე არ იყო, მაგრამ ეხლა მას აქვს ამის საშუალება და ეს გააკეთა ქართულმა უცნებამ. ამიტომ მე ულოცავ ბაქრაძესაც და მაჭავარიანსაც პირდაპირ გეუბნები და სხვას ძმათ მათსაც. ეხლა რაც შეეხება თვითონ თემას. 20 მილიონი ლარი ერთ ღამეში და დაიხმარეს იქ ვიღაცები ბანკში როცა შევიდნენ მერიის თემაზე მაქვს საუბარი და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმას გახსოვთ საკრებულოში ყოფნის პერიოდშიც მივიდნენ და ერთ დღეღამეში დაცვის თანამშრომლები დაიხმარეს რომ მეშოკებით ეს ფული გამოეზიდათ ბანკიდან და მე გამოეყენებინათ თუნდაც საჯარო და იგივე პარტიული მოხმარებისთვის. თავი გავანი მე არ ვიცი გუგლავამ არა ეს არის ვერსია გამოძიების. კი არა მიშა ეს არის გადაღებული ვერსია არის გამოძიების. ვერსია კი არა ამიტომ ვინაიდან პარლამენტის წევრი ხარ შენს და მეს პატივი უნდა ვცეთ კანონს მანამ ეს არ დამტკიცდება სასამართლოს მიმართ დამნაშავია თქო მიშა ამიტომ სულ არ ბოლომდე და მაწყვეტინებ აბა როგორ თუ შეიძლება ბოლომდე დავასრულებ და მე ვილაპარაკო. კი ბატონო მაგრამ ეს უკვე ვანო მერაბიშვილის იმას ვიცავ მე სხვა რაღაცას ვამბობ მიშა ბოდის გიხდი თუ შეიძლება დავამთავრებინე. მივიდნენ გადაღებულია ეს და ჩვენ შეგვიძლია ერთად უყუროთ ამ კადრებს პრობლემა არ არის. ცნობილი კადრებია რა თქმა უნდა ყველაფერი ბატონო და კითხვა რომ დამებადოს მე ბუცხრიკიძე იქნება უგულავა თუ ნებისმიერი სხვა რომ რატომ მოხდა ეს ფაქტი და დავიბარო პროკურატურაში და გამოძიება ვაწარმოო ეს არის გასაკვირი. ხომ მივიდა ეს ადამიანი 20 მილიონ ლარზეა ლაპარაკი. არა ბუცხრიკიძის შემთხვევაში 20 მილიონ ლარზე არ არის. არა მე გეუბნებით ერთ-ერთ ფაქტს რომელთან დაკავშირებითაც არა მხოლოდ აქ პირდაპირ გეტყვით საკმაოდ კარგად მუშაობთ წარმატებულად დიდი ხანია უკვე ეს კომუნიკაცია გავთ ჩამოყალიბებული, მაგრამ ერთი წლის წინ ბრიუსელში იქნება თუ სტრასბურგში რა კითხვებსაც მისვავდნენ, მინდა გითხრათ, აღარ მისვავენ. რას გულისხმობთ? არო, როცა საუბარი არის მერიესთან დაკავშირებით, იქ ახალი დასახელები დავასახელო. აქედან გამომდინარე, კითხვა ხო შეიძლება რომ პროკურატურა დასვას. კითხვაც აღარ დავსვათ, აღარ გამოვიძიოთ. ხალხი შიმშილით ხდებოდა. შეიძლება გავწევს ხინგა. რა თქმა უნდა, დაასვათ ვიკა. 1,800,000 სიღარიბე ვას მიღმა ყავდათ ხალხი. ეხლაც ბევრი ყავთ 20 მილიონ ლარს იღებდი და საჯარო სამსახური. ეხლა მოდი ასე მოდით გავაცნობთ. ისე ვიმეორებ, მოდი რა. ყველაფერი არის ამიტომ უნერვიულობა აჟიტირებას რო გაუკეთებ გამოცემელსანერვიულო არის აქ მე ესეთი გამსამაკრო გამსამაკროები ხართ ეს ხო გაფშავდება ასეთი გამსამაკრო ბოდიში კიდევ ერთი ბოლოს დავასრულებ და მე კიდევ რა ბოდის გიხდი კი ბატონო პირველი ბატონი ჰამერბერგი არის ადგილზე. არასოდეს საქართველოს ხელისუფლება ესეთი გახსნილი. არასოდეს მით უმეტეს სააკაშვილის პერიოდში არ ყოფილა. არის ადგილზე და უნდა საგამოძიებაში შევა. დაამთავრო მისია. უნდა სასამართლო რეფორმას, იცით ხო? დაამთავრო მისია. არა, დაამთავრო. და რა დაწერა იქ ინგლისია, იმაში რა დაწერა იმ დასკვნაში. მე მახსოვს ას დაწერა იმიტომ. ხო, გაიმეორე რა დაწერა და მე ვიტყვი. კრიტიკი და პოზიტიურითაც მიშა. მე ვიტყვი რა დაწერა მაშინ თუ არ იტყვი. და ნუ ჩემ მეკამათები. და მეორე ეუთოს ტრაიალ მიშენი ეგრეთ წოდებული, რომელიც სასამართლო რეფორმას ესწრება. მას შეუძლია იმ სასამართლოს, რომელიც ტელევიზიით დღეს უკვე გაზრდის, ხო? ტელევიზორში შეგიძლია პირდაპირ უყურო. ვინ იოცნებებდა ამას აკეთებს? პირდაპირ ვერ უყურებ ტელევიზიის ჩანაწერს უყურებ. გადაღებული ჩანაწერს უყურებ. და მას შეუძლია რომ იყოს იქა და მონიტორინგი აწარმოოს თუ რა ხდება რეალურად სასამართლო რამდენად ობიექტურია დღეს. მიუხედავად იმისა, რომ კოტე კუბლაშვილი პირდაპირ თქვათ რა, ნაციონალური მოძრაობის, ხო? ქერჩაუხრელი წევრია და ასე შე, იგი კოტეკუბლაშვილი არ არის იგი არის კარგით არ არის თქვენი აზრით. სასამართლოს თავმჯდომარე და დღეს მიუხედავად იმ დიდი სირთულეებისა, მიშა, რომელიც ჩვენ მართლა ბევრი ხალხს ვერ ვაგებინებ ამას. ხალხს კი არა ოჯახში ვერ აგებინებ ხოლმე, რატო ვაკეთებთ ამას? მაგრამ ვაკეთებთ სახელმწიფოებრივი მიზნების გამო. სახელმწიფოებრივი ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის, რაც თქვენ გააკეთეთ. ეხა ფაქტებს გავუყვებით. ჩვენ აქ საუბრობდით ვანო მერაბიშვილზე. ვანო მერაბიშვილზე და მე ეხა ველოდები ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არის თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება რომ ეს კადრები გამოქვეყნდეს. ან გამოძიება დაიწყოს. ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის ხვის სამართლის საქმე. გამოიძიება ნახოთ. არა, ანუ თუ გამოძიება არ მოხდა ამ ფაქტის, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ეჭვს, რომ ესეთი ფაქტი მოხდა. მეორე, რაც შეეხება უგულავა საქმეს, აი ამ თანხების გატანასთან დაკავშირებით, ისე ვიმეორებ. ამ ადამიანების დაკავება მოხდა საფხულში.
ხორცები როცა ნატოს დელეგაცია იყო ჩამოსული საქართველოში. გავიდა პერიოდი, რაღაც პერიოდი, ეს საქმე არავის არ გახსენებია და ეს საქმე გაახსენდა მას შემდეგ უკავშირებთ ვერ გავიგებთ. პირდაპირ არის კავშირი. მე ესეთი ლოგიკა მაქვს. ესე უკავშირი. დამნაშავე არის თუ არა ნატოს უნდა ამიტომ ვიძახი რომ ამასთან დაკავშირებით თუ რამე კითხვა არსებობდა, წყვეტა კი არ უნდა მომხდარიყო და რაღაცა პერიოდს დალოდებოდნენ. ანუ უნდა მომხდარიყო გამოძიება გაგრძელებულიყო. რაც შეეხება სასამართლოს რა თქმა უნდა, პირველი საქმე, რომელიც არ გაიხსნა და არ იქნა გამოძიებული იყო მოსამართლის თანაშემწე ბარამიძის საქმე, რომელსაც თხოვდნენ ჩაეწერა მოსამართლის მოსასმენ ოთახში მოსამართლე და სასამართლოზე მუდმივად არის ზეწოლა, მუდმივად უბრალოდ კოტე კუბლაშვილი ვერ გატყდა ჯერჯერობით და ეს არის პრობლემა, თორე აბა ის საქმეები, რომელიც სასამართლოს წვეთს, ქართული ოცნება ძალიან თავისუფლად იძახის, რომ რა ვქნა ბატონო, სასამართლო მასე გადაწყვიტა. იგივე ვანო მერაბიშვილის საკვეთის ღონისძიება. ხელისუფლების პირობებში ყოფის სასამართლოს გადმოდით, ყველაზე სკანდალური სასამართლოების შემილია დავასახელო და მათ შორის გირგვლიანის თემაზე ტელეფონის გადაწოდება კი ბატონო, მათ შორის გირგვლიანის მაგრამ ის სასამართლო, რომელიც დღეს არის, მნიშვნელოვნად განსხვავდება და სწორედ ეს იყო საფუძველი ჩაყრილი, სხვანაირი ყოფილიყო. დღევანდელი ხელისუფლება რომ მე უნდა მჯობდეს, ამიტომ აირჩიეს ისინი, თორე თქვენ თუ მე შემედართ, ჩემზე დაბლა ჩამოხვალთ. ჩემზე ის რომ დეპოლიტიზაცია მოხდა, რა ვიცი, ნახოთ, მე სხვა ეჭვები მაქვს, ჯერჯერობით ვსაუბრობ მხოლოდ ახლა აი ამ თემაზე. საქმე გვაქვს მერაბიშვილის ღამე გაყვანასთან თავისი საპატიმრო ადგილიდან თავარ პროკურორთან შეხვედრას და ეს ადამიანი ადებს ხელს რომ ესაც კაცი ამოვიცანიო, საუბარია კონკრეტულ საკითხებზე და ამასთან დაკავშირებით ეს თურმე ისეთი უმნიშვნელო თემა ყოფილა. მაგრამ ბატონი ვიქტორი განსხვავებით იგივე მთავარი პროკურატურისგან ამბობს რომ უნდა იქნას გამოძიებულიო. ამას ამბობს იგივე პარლამენტის თავმჯდომარე. კი ბატონო, ბძანეთ ჰამერბერგზე და მე ჰამერბერგის მისია დასრულებულია. ჰამერბერგმა დაწერა დასკვნა, სადაც ერთ-ერთი მთავარი გაფრთხილება არის შერჩევითი მარცხაჯულების მიმართ გაფრთხილება, რომ არ გაჩნდეს ეჭვები და ესეთი ეჭვები გაჩენილია ევროპაშიც, გაჩენილია აქვს, ბევრს აქვს ესეთი ეჭვი, თუნდაც ის აქვს ეჭვი, რომ რატომ არის ვანო მერაბიშვილი და ამას ნებისმიერი უცხოელი დელეგაცია გეუბნება თქვენს, გეუბნება სხვებსაც, თუ რატომ არის ესეთი ეჭვები და პასუხს არ იღებენ, ანუ მაგის ვერ იღებენ და ეხლა მეტიც არ გეუბნებიან. მეტიც ეს ეჭვი ეხლა გაძლიერდება მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. ეს ეჭვი გაძლიერდება, არ შესუსტდება. თქვენ გულისხმობთ იმ განცხადებას, ხო, მერაბიშვილისას რაც გააკეთა, ამის მერე უფრო მეტად გაძლიერდება. არ გერჩივნათ რომ ამოგეღოთ, გაგესაჯაროებინათ. ხო, საუბრობთ იმაზე, რომ ეხლა არის სხვა სიტუაცია, არ ამბობთ რომ ეხლა ვარ ჩვენ უფრო ღია ხელისუფლება. რატომ გადააქცია პრობლემად ხელისუფლებას არ გულისხმობ იმ კონკრეტულმა ორგანოებმა, ვის ხელშიც იყო ამის გამოქვეყნება და გასაჯაროება, რომ ენახათ კადრები. თქვენთვის ხო ეს იქნებოდა ძალიან დიდი პლუსი ბატონო ვიქტორ, რომ აღარ ნახეთ, გაიყვანეს თუ არ გაიყვანეს. ესე დეტალურად ამ საქმეში ჩახედული არ ვარ, სრულიად გულწრფელი ვარ და იმიტომ გეუბნებით რა. არ ვიცი, პირდაპირ გეტყვით. გამოძიების ინტერესების გამოხდება ეს თუ ნებისმიერი სხვა, მე ხა არ ვიცი და ამას ვერ ვიტყვი რა. მაშინ ერთ კითხვას დავსვამ. მეორე მხრივ იგივეს გეტყვით რა. ხა მე მახსოვს ზუსტად 1 წლის წინ ბრიუსელი იქნებოდა სტრასბურგი თუ ნებისმიერი სხვა დედაქალაქი, სადაც ჩვენ გქონდა საუბარი, ბუნებრივია, იგივე წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით, თუნდაც ბატონი ვანო მერაბიშვილის და მე მახსოვს დღევანდელი 2 დღის წინ კიდე ევროპიდან ჩამოვედი და გითხრათ, რომ ანუ ამ ხალხმა გაიგო, თქვენ აიღეთ ევროკავშირის, ევროპარლამენტის უპრესორეთ ბოლო რეზოლუცია, გნებავთ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბოლო მიმართვა, რომელიც ვილნიუსის სამიზე გაჟღერდა და ერთი მითხარით, რომელ სელექციურ სამართალზე გვაქვს საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ მათი IPP-ის ეგრეთ წოდებული წარმომადგენლები, მე თქვენეთ კაი რაღაცას მოგიყვებით ახლა ბჭყალებში. მეკითხები, რომ აი კი ბატონო, მესმის ესაც მეუბნებით, არ უნდა იყოს სელექციური შერჩევითი სამართალი, არ უნდა იყოს ბუნებრივია პოლიტიზირებული სასამართლო საერთოდ და მე მაინტერესებს. თუ კი დამნაშავეა ვანო მერაბიშვილი. თქვენ რას მეუბნებით ახლა, რომელ სტანდარტებზე ვსაუბრობთ, რომ დამნაშავე არის, მაგრამ გამოუშვი და შენ გზა გახსნილი ევროპარლამენტში IPP-ში, შენ ამას მეუბნები, თუ საუბარი იმაზეა, რომ ვანო მერაბიშვილი იქნება ვიქტორ დოლიძე თუ ნებისმიერი სხვა, შერჩევითი სამართალი არავის არ უნდა მოერგოს და ამ სისტემას ვაშენებთ. მე მაინტერესებს რას გავწევ პასუხს. და ერთ-ერთმა დეპუტატმა სხვა ჩვენი საკმაოდ ისეთი ღირებულია მე გვარდასახელს. შეგნებულად არ დავასახელებ, ბუნებრივია, მითხარო, დიახ. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს.
ეს ადამიანები ამბობენ რომ მე ეგეც აუცილებლობა მერაბიშვილის სიგარეთ, მაგრამ უყურე რასთან გვაქვს ინგასაკმე. არა, ხო, გეოგრაფიასთან. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ხვედალიძესთან და როგორ გადაიდო, იცით, ამასთანაც პროცესი პროკურორი არ მივიდა. საქმე გვაქვს გია ხუხაშვილთან, ახლა ცნობილი ბრალდებები, რომელიც იყო იმ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრის ბრალდება ხო, ნაბიჯი. ადვოკატებმა განაცხადეს გუშინ ხატიაშვილმა დინარაძემ რას ეფუძნებით ბატონო ამდენხანია პოლიტიკაში ვიღაცა ადვოკატმა რაღაცა ხო და ამიტომ ჩანაწერები არსებობს ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტია საუბარი ადვოკატთა ასოციაციით იმას ვეფუძნებით ვიღაცაც ეფუძნებოდით მანამდე 9 წელი სამართლებრივი საფუძველი მაინტერესებს ხო ამიტომ მე 20 მილიონი ბანკიდან რო გაიტანეს ჩაწერილია და ხუხაშვილზე ვიღაცა ადვოკატმა რაღაცა თქვა რა ამიტომ ბატონო ვიქტორ ეს ჩაწერილი რო არის ამ საქმეს უნდა მოყოლოდა რეაგირება ივლისშიც, აგვისტოშიც, სექტემბერშიც, ოქტომბერშიც, ნოემბერშიც და არა მას შემდეგ როცა ვანო მერაბიშვილის ჩამოაწვეს თავზე ესე იგი რაღაცა ნივთი მიიყვანეს დაემუხრენ და უთხრეს რომ ეხლა თუ ამ საქმეში არ მოგეხმარები კარგით მაგრამ სწორედ ამ ფაქტის გაგრძელება შეჩერდი სამართალი მე ვახსენე ია ბარამიძე რომელიც საქმე არ გამოძიებული არ არის იგივე საქმე რომელიც უკავშირდება გუნავას იარაღის ჩადებას რომელიც გამოძიებული არ არის იგივე საქმე რომელიც უკავშირდება აი ამ დაკავებას რომელიც გამოძიებული არ არის მერის დაამდობის პირების დაკავებას და აი ხვედელიძის საქმე რომელიც თითქოს გახსნილი საქმეა ხო მარტივია ამ ადამიანმა თქვა მე ავპირდე და მე რა ამ შემთხვევაში თუ მერაბიშვილთან დაკავშირებით ფირიც ამოღებაზეა საუბარი ხო? საუბარი ხო არ არის რომ გაამართლეთ, გამოუშვით. ხვედელიძეს რაც შეეხება პრეცედენტი ძალიან ძნელია გავიხსენოთ ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა. ბატონო მიხეილ, ობიექტურობისთვის უნდა ვთქვა რომ პირველივე ამ გარკვევის შემდეგ პირველი მისი რეაქცია რამოდენიმე მინისტრის მოადგილე რომ გავანთავისუფლეთ და წავიდა სამწუხაროდ ჩემთვის ამ სიამაყედ კი არ გეუბნებით. ჩვენ დროსაც იყო ასეთი ფაქტები რომ ოღონდ საპატიმროში მიდიოდნენ. ეხლა არ მივაყენებ საქმეთა მინისტრის სოფელი მოადგილე. ეხლა არ მივაყენებ მოჯახს. გასაშვები კი არ იყო. ხო, გაბოსაზრდელი ისე გეუბნები, თუ რამე გაქვს. გასაშვები იყო ვანო მერაბიშვილი. თქვენ ოპოზიციაში აღარ ახართ. თუ გაქვთ რამე საქმე, მოიტანეთ დადეთ, აი მე მსხელი ახსენეთ. მოიტანეთ რა მტკიცებულებები გაქვთ. მსხელი ვახსენე, იმიტომ რომ იგი მოიტანეთ დადეთ რა მტკიცებულებები გაქვთ მსხელზე. მოიტანეთ დადეთ რა მტკიცებულებები გაქვთ ნებისმიერ. ჩვენ საუბრობთ ამ შემთხვევაში. ხო, მერაბიშვილთან დაკავშირებით ფაქტებზე მინდა სწორედ დავსვა შეკითხვა. მე ისევ უნდა დავსვა ეს შეკითხვა. ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც ხაზს უსვამდა ზურაბ ჟვანიას თემით პროკურატურის როგორც ჩანს დაინტერესებას. ამაზე ჯერჯერობით ხმამაღლა თითქოს არ საუბრობენ, მაგრამ ჟვანიას ოჯახის წევრი, მისი ძმა, უცუპოვის მამა, ჩვენ გვეუბნებიან სატელეფონო საუბარში, რომ მათ პირობა მისცეს პროკურატურას, რომ ჯერჯერობით არ უნდა ისაუბრონ ამ თემაზე. მე მინდა მიხეილ მაჭავარიანს დაუსვა კითხვა, თანაც იქიდან გამომდინარე, რომ აი იგივე ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, თუ ეს შეეფერება სიმართლეს, რომ მას თავზე რაღაც წამოაწვეს და წაიყვანეს ფარცხალაძესთან, რომ მთავარი პროკურორი მისგან ითხოვდა ერთ-ერთ მთავარ თემად სწორედ ჟვანიას საქმეს. ელოდებით თუ არა ბატონო მიშა, რომ შესაძლებელია უახლოეს პერიოდში სრულიად სხვა ვერსია დადოს განსხვავებული იმ ოფიციალურისგან მთავარმა პროკურატურამ და რას ელოდებით? მოლოდინი რა თქმა უნდა მაქვს, რაღაც ვერსიაზე მუშაობა მიდის, არა თუ მოლოდინი მაქვს, ინფორმაციაც მაქვს. რა ვერსიაზე არ გეტყვით ახლა, მე ჩემთვის შევინახავ რა ინფორმაციაზე მიდის მუშაობა და იმიტომ დაჭირდათ მერაბიშვილის მიყვანა და იმიტომ დაუკავშირდა კობა ხარშილაძის დაკავება green service-ის საქმეზე, ოღონდ ვიმეორებ green service-ის საქმეზე და თქვენთან ეთერში თუ არ ვსწრები ხან თქვენობით ლაპარაკობ ყველა მიცის რომ დიდი ხანია თქვენს რომ გია ბარამიძემ რამოდენიმეჯერ თქვა ხო მე ვიყავი ადამიანი ვინც ერთ-ერთი პირველი ვნახე გარდაცვლილი ზურა და დამკითხე რატო ამკითხავ რატო თუ მთავარი მოწმეა გია ბარამიძე და მის მიმართ რატო არ მოხდა თუ რაღაც საგამოძიებო მოხმედებები მიდის იგივე რაც მოხდა იმასთან დაკავშირებით მე ეს სხვა ეთერში ვთქვი თქვენთანაც ვიმეორებთ რა ზურას გარდაცვალების თემა სამწუხაროდ ყველა რაღაცა პერიოდში, საარჩევნო პერიოდში, როცა სიტუაცია გამწვავდება, წამოიწევს. ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაისვას. წინა გენერალური პროკურორი იმით წავიდა, რომ სულ რაღაცას ყოფირდებოდა, რაღაცა ახალი გარემოება. ახალი მტკიცებები. ინგა, ეს არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, იმიტომ რომ დაიჯერა ამ ხალხმა, რომ რაღაცა მოხდა. არავინ არ იცის რა მოხდა. რაღაცა მოხდა. მე ისევ გიმეორებთ, რაც მე მაქვს საბუთები ნანახი. დიახ. რომ ზურა არის გარდაცვლილი, ზურა არავის არ მოუკლავს. ზურა არის გარდაცვლილი და ამასთან დაკავშირებით
თუ ვიღაცას გონია რომ ჩვენ აი ესე დაველოდებით რომ ვიღაცა კიდე იტყვის ამას და ის მთავარი პროკურორი რომელიც არჩილ კბილაშვილმა ერთი წრე გაიარა რომ აი რაღაცა რომ კიდე ეს ერთი წელი გავა და ამ საქმესთან დაკავშირებით სიტყვები არ დამთავრდება ძალიან ცდება რა ერთხელ და სამუდამოდ ასაჯაროვე თუ ამბობთ რომ ის ოფიციალური ვერსია გამოძიეთ არა ზოგადად არა მე ვსაუბრობ თქვენი ხელისუფლების პირობებში რატომ არ მოხდა ასაჯაროვება ამ გამოძიებას დებს არც უნდა გაგვესაჯაროებიან არ მიმაჩნია რომ ეს უნდა გაისაჯაროებულიყო რატომ ასეთი ხმაურიანია თქვენ პროკურატურა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება მე პარლამენტის წევრი ვიყავი და მიმაჩნია რომ პროკურატურის გადაწყვეტილება იმ ეტაპზე სწორი იყო ანუ მე მიმაჩნია რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ინტერესი ვინაიდან არსებობს ამაზე ვარაუდებით ვერსიებით green service სისტემებზე მიბმი და მეშოკის თავზე წამოწმით კი არ უნდა მოხდეს ანამდე მოვიდეს მტკიცებულებები მოვიდეს ყველა ის საბუთი რომელიც არსებობდა და კი ბატონო ამ თემასთან დაკავშირებით საქმე უნდა წერტილი დაესვას ვით რომ სხვა ვერსია დაიდება ერთია რომ წერტილი უნდა დაისვას კი არ ველოდები იცი დაახლოებით რა ვერსიის დადება ეხლა ძალიან ძნელად წარმოსადგენია რომ ეხლა მე დაგანებოთ თავი და გითხრათ რომ კარგით მოიყვით ინფორმაციას არ გეტყვით არა მე ვიტყვი მაშინ როცა ჩავთვლი ამას საჭიროდ კარგით ბატონო ვიქტორ სურათ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ის ვერსია რაც არის ის საბუთები რაც მე მაქვს ნანახი მე არა მაქვს საფუძველი ჯერჯერობით, არა მაქვს არანაირი საფუძველი, რომ სხვანაირად ყვალი ვისთან მიდის, მხოლოდ ამას გეკითხებით, არ ვიტყვიო რა ინფორმაციაც მაქვს, და ანუ რას უკავშირდება? იმათი ვერსია? დიახ. იმათი ვერსია, რომ გაიგებთ მე ნახოთ. ყვალი რომ მიდიოდეს, ეგრე მარტივად არ არის, მაშინ არ დაჭირდებოდათ ამხელა манипуляციების ჩატარება, რომ თავზე მეშოკის სამოცმა ვანოსთვის და green service-ის დაკავება კობა ხარშილაძის. კობა ხარშილაძის დაკითხულია ზურას გარდაცვალებაზე. მე რაღაც აბსურდები წავიკითხე რომ ვიღაცამ სეიფის გასაღები გაიღო ზურასი და ეს კობას უკავშირდება და ნუ რა უნდა გქონოდა ხა პრემიერ-მინისტრის სეიფში საბუთები ექნებოდა რა სეიფის გასაღები წავიკითხავს კიდევაც ალბათ ამ მაქსაკითან დაკავშირებით მიყურებია კიდევაც მე მართალი გითხრა ძალიან დელიკატურად უდგები მაგ თემას იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმპცია საერთოდ არის მე ვფიქრობ ნომერ პირველი როცა დემოკრატიაში უნდა თქვათ იყოს და ამას უნდა ვეფუძნებოდეთ ამიტომ მე ნამდვილად არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ ან ერთი ვივარაუდო ან მეორე და ყოველთვის ბატონ მიშა ამბობს რომ მას უკვე აქვს ინფორმაცია რა იგეგმება მაგრამ ბატონ მიშას მიჩნდება შეგრძნებები რომ რაღაც გამოძიება შეიძლება კიდევ უფრო ახლოს არის რეალობასთან მაგრამ ის რეალობა რა არის ამას გვაჩვენებს გამოძიება თქვენ არანაირი ინფორმაციას არ ფლობთ ამაზე ბატონო ვიქტორ რაღაცებს ფლობ შეიძლება რაღაცებს არ ფლობ მაგრამ ჭორის დონეზე პოლიტიკოსმა არ ელაპარაკოს რასაკვირველია თუმცა პირდაპირ ეთერში როდესაც ორივე მხარისგან ჩვენ ვისმენთ რომ მაქვს ინფორმაცია ესე იგი რაღაც ხდება ამაზე ხო აი ამდეხანია მიდის გამოძიება. ჩვენს და ნაციონალურ მოძრაობას შორის განსხვავება სწორედ იმაშია, რომ რამდენხანიც არ უნდა გავიდეს და დროზე რაღაც დედლაინები ერთმანეთს არ უნდა დაუწესოთ, უმთავრესი არის რომ კანონი და სამართლიანობა აღდგეს და რეალურად იყოს გამოძიებული. მე წარმომიდგენია ნაციონალურ მოძრაობა რომ დაბრუნებულიყო თქვა ხელისუფლებაში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რა მოხდებოდა. და არ ვიცი, ისოსებს მიღმა იქნებოდა ალბათ რამდენი იყო 30000-ზე მეტი ხო თუ 27000 აღარ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მნიშვნელობა ალბათ ერთი გაორმაგდებოდა ეგ ციფრი. ჩვენ ესე არ ვიქცევით. ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება რომ ესე მოვიქცევით. კი ბატონო, მესმის. ამიტომ სისტემური ცვლილება სწორედ მაგაში შენ თუ არ გამოიძიე, 7 თვე კი არა, წელიწადი და 7 თვე. მესმის, ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმას, მე რა თქმა უნდა შეიძლება ჩვენ შეცდომები დაუშვით და ზოგჯერ ზამკაცრი ვიყავით და ზოგჯერ პროკურორი ესაუბრებოდა. ეს მარტო შეცდომები არ იყო, მიშა. პროკურორი ესაუბრებოდა მეწარმეს და მაგრამ მე ვიქტორ გაგახსენებ იმ პერიოდს საიდანაც დავიწყეთ 2003 წელს. ეს იყო ბარდაგი. კი და ამიტომ ვამბობ რომ თუ ვინმე დამნაშავეა პასუხი ამბობს, მაგრამ აი ესე ხელახებით ნაციონალური მოძრაობა ესე არ არის. გვარები დასახელებია. მემკვიდრეობას რაც ვერ გოჩვენე. 2003 წელს ეს იყო ბარდაგი. ეს იყო ბარდაგი, ეს იყო ყაჩაღების, ეს იყო გამომძალველების, ეს იყო დაწყებული არ ვიცი საზღვარზე რო შემოხვიდო და იყო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის. კორუფცია იყო ცხოვრების წესი. ცხოვრების წესი იყო კორუფცია და ვინ ამბობს რომ წინააღმდეგი ვიყავი მე მაგის ის ამაზე ხوار ლაპარაკი მე მაგრამ ნაციონალური მოძრაობა მოძალად ხელისუფლება იყო მოძალად ამიტომ ნაციონალური მოძრაობა კი არა ადამიანის უფლებები და მაშინ ხმარა მოგიგია ადამიანებზე ისაუბრა ვანო მერაბიშვილის კარგით ვანო მერაბიშვილის კონტექსტში მე თქვენ კონკრეტულად ეჩვი მე არა კონკრეტულად ისაუბრა მე შემაქებ იმიტომ რომ თუ თქვენ ეს ხარ ხელისუფლება და ამასთან დაკავშირებით პირდაპირ კი არ ამბობთ რომ მე ვიქტორ დოლიძეს
შემაჩნია რომ ეს პირები უნდა გასაჯაროვდეს. ეს არის ერთი თემა. თქვენ ამბობთ რომ ის ვანო მერაბიშვილია, ეს სხვა ვიღაცა არის. ნახოთ, ეხლა რა შეიძლება? მინდა ბატონ ვიქტორს. ეხლა რა შეიძლება აი ამ თემას და რა თქმა უნდა, ის ქვეყანა რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ და ის ქვეყანა რომელიც ჩვენ ჩაგაბარეთ, ძალიან განსხვავებულია ერთმანეთისგან. ძალიან განსხვავებულია რა. და ეს ქვეყანა არა მარტო იმ შეფასებებით თქვენ რომ ევროპაში და ბრუსელში მე მაინტერესებს სიღარიბის ზღვას მიღმა მყოფი ხალხი. თქვენ რო ჩაიბარეთ ქვეყანა 2003-4 წლებში, ესე ვთქვათ, ხო? რამდენი იყო ხო არ გახსოვს? ქაღალდზე შეიძლება ის ძალიან ცოტა იყო, მაგრამ ვიკა, გაიგეთ 14 ლარიანი პენსია, რომელიც არ რიგდებოდა. მაშინ მინისტრებს ჰქონდათ 60 ლარიანი ხეფასი, რომელიც მინისტრები მე როგორც ვის მოწონდა ეგ, მე რა მომწონდა? ხო და სიღარიბის ზღვარი მაშინ იყო, ესე იგი, დღეს როცა პენსია ჩვენ 120 ლარი დავახერხეთ, იმ პერიოდში ციხეში იყვნენ ფლობები, მე პერიოდში ციხეში იყვნენ ცოცხები. ამიშოლობა, დიდი განსხვავება. ფლობების ადგილი ციხეში იყო, მაშინ ფლობები უჩევდნენ მინისტრებს საქმეს და ეს ძალიან კარგად გახსოვს. მე და შენ ამაზე გვისაუბრია. უკეთესისკენ ვისაუბრია, თორე პოლიციის გადაწყვეტები, კარგია, ციხის სკანდალთან დაკავშირებით, ცოცხებთან დაკავშირებით. რატო არის დღეს ბეტუკაძე გმირი? რატო არ დაისაჯა იქ ადამიანები? ბეტუკაძე თქვენი გმირია, ჩემი გმირი კი არა. აი თქვენი გმირია. ჩემი გმირია ბეტუკაძე. ვიკა, ვინ გაუფორმა საპროტესტო? პირადი გადაწყვეტილება. ხო, ვინ გაუფორმა? ხო, კარგია რომ გამახსენე. ეხა გეუბნები ვინ წამებაში მონაწილეობდნენ? მიშა, ეხავე გიდასტურებ რომ არ იყო სწორი ჩემი აზრი. ვიცი, შენი პოზიცია ვიცი და ვაფასებ. პრობლემა არ მაქვს რომ თქვა. ისევე როგორც ჩემი პოზიცია, ქონდათ იმ პერიოდში. ვინ პოზიცია რომ ის პროკურორები, ის საგადასახადო თანამშრომლები, ვინ ბეტუკაძე გმირი მე გავხადე? ზედმეტად ატერორებდნენ, აშინებდნენ ამ ადამიანებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღეს სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის პერიოდში და არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით თუ რამე მტკიცებულება არსებობს ისევ დაუბრუნდეთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იყო ის ერთ-ერთი მოთხოვნა ბატონო ვიქტორ რომელიც ვანო მერაბიშვილის განცხადებით მე ისევ იმ თემის ირგვლივ ტრიალებ მისგან მოითხოვა დაუშვათ ოთარ ფარცხაძემ საინტერესოა წეგან ბატონმა მიშამ თქვა რომ პირველი არ ყოფილაო მერაბიშვილიო ვისგანაც ეს ინფორმაცია მოითხოვეს საბანკო ანგარიშებზეო და ხო არ იტყვით ვის მოსთხოვეს კიდე რომ ხან ჩუმად ხან ოფიციალურად ხან არაოფიციალურად რომ სააკაშვილი იყო საუბრები რომ მოდით აი სააკაშვილი რა მაგას თავის თავს მიხედავს მაგას ბევრი ფული აქვს უბრალოდ ხო იცით სადა აქვს ეს ყველაფერი და გითხარით ახლა მართლა თუ რაღაცა არა ვის უთხრეს ვის შეიძლება და დაალაპარაკებულიყვნენ ახლა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს არ ულაპარაკეთ და ნუ ახლა არსებობს ზონები იყო შექმნილი ვიქტორ აი ამასთან დაკავშირებით სხვა შორის ამ ხრივ სოფლიოში მაგრამ ამას ხო პროცესუალური ნორმა აქვს შეხო იმისგან მითი ამბობ რომ ჩემგან განსხვავდები იმი ხო კანონიერად უნდა დაუსვა კითხვა უსოს უკანონოდ მართლა უკმიში წერია ეს ადმე კითხვის დასმა რას ნიშნავს ვინმე აწამეს ამის გამო ვინმე დაიჭირეს არა აი იგივე კითხვა რომელიც დაუსვეს მერაბიშვილს თუ ასეთი საკითხებთან შეეყვნენ სადმე უკმიში დაიწერა დაიუქმა ხო არ ვიცი ზუსტად რა ხდებოდა მერაბიშვილი ხო ამოვიღო ვიკა ამოვიღო ჩანდა ეხლა რა შეიძლება ამას დიახ ძალიან და შემდეგ მე არ ვიცი ძალიან მარტივია თუ ვინმეს ეს თემები აწუხებს არსებობს ძალიან ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციები რომელიც აი ამ ტიპის გამოძიებით არიან დაკავებულები და აბსოლუტურად მე დაუკვეთონ კაცო და გამოიძიონ თუ რამე ეჭები არსებობს რა ისე კი არ ილაპარაკონ მე შოქის თავზე ჩამოაცრე და გითხარი რა არის რა იყვირთ ეგ თემა მე შოქის თავზე ჩამოწმა მე ძალიან არაობიექტური ვიქნები ეხლა რომ ეს კითხვა არ დავსვა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თქვენ უსუდები იყავით და წააგეთ არჩევნები რატო გიკვირთ უბრალოდ გიკვირთ ხო თქვენ ალბათ იმ თქვენ არ მონაწილეობდით ბატონო შეიძლება კი არ ვარ პოლიტიკურად არა უკაცრავად თქვენ არ მონაწილეობდით პოლიტიკურად ამაზე პასუხი ვაგებ სამებებში მაგრამ ხო გსმენიათ ინფორმაცია და ვინც ეს აწამა დღეს მე უნდა ვითხოვდე რომ ის ხალხი გამასამართლეთ მეთქი კი ბატონო და არ მიცეთ ინდულგენცია რომ ისინი მიუხედავად იმისა ინგა მე დაგეხმარები თუ ბოდის გიხდი რა რო ჩაგეწიეთ რა მაგრამ მე დაგეხმარები მაგ კითხვაზე პასუხს გაცემა შევესწრები ხო მიუხედავად იმისა რა საკეთებდა სააკაშვილის რეჟიმი ხო ეს იმას არ ნიშნავს რომ იგივე ვაკეთოთ ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს მაგრამ რო არ ვაკეთებთ და უკან ეს რაღაცა ესე მოგდის ნუ რა გავაკეთოთ ახლა სხვა გზა არ არის ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ არავინ ჩვენ თუ დღეს თვალები დავხუჭებთ რაღაცა მაგრამ როდესაც პროკურატურა ამბობს რომ არ დავიწყებ გამოძიებას ბუნებრივია თქვენს აი ხვალ გამოვიდა ვანო მერაბიშვილი მივიდა სასამართლოზე კიდე რაღაცეები თქვა ისაუბრა ხო ნუ რაღაცა დავაკეთოთ ახლა ვანო მერაბიშვილი რამდენ გაცხადებას გააკეთებს აჟიტირება გაუკეთოთ ება ამა დაუდასტურე ან უარყავი და ამოიღე რომ დათო ბაქრაძე თქვა გუშინ კიდევ ერთი რაღაც
რაც საინტერესო რომ იგივე ჟვანიას თემის მძევლები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლებიო, იმიტომ რომ ანონსებდნენ არჩევნების წინაც ხალხს პირდებოდნენ რომ ამას გამოიძიებდა. მე ვარ ძალიან შეწუხებული იმის გამო რომ იგი არის თავად მძევალი მიშა სააკაშვილის პირდაპირ გეტყვით და მან ვერ გადაახარისხა, ვერ გადააფასა, არ ვიცი. დათოს დიდი ხანია ვიცნობ, ჩვენ ერთად მუშაობდით საგარეო საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში, ნიჭიერი კაცია პირდაპირ გეტყვით, მაგრამ სამწუხაროდ ეს ნიჭი არასწორი მიმართულებით მიმართა. ვერ დავეთანხმები ნამდვილად, მე ვფიქრობ რომ დათო მძევალი პარლამენტის თავმჯდომარე იგი არის თავად მძევალი. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე გადაახარისხებს რაღაცებს, მისთვის უკეთესია და ქართული საუბარი არის იმაზე რომ საუბარი არის იმაზე რომ ეს პრობლემები რომელიც არსებობს რომ თქვენ იგივე შეცდომები არ დაუშვათ რა თქმა უნდა მე შეგეთანხმები მიგაჩნდათ რომ ჩვენი შეცდომებია ბაქრაძე ქონდა როგორც დაწყებული დეპუტატიდან შემდეგ მინისტრი იყო საგარეო მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე მე ვფიქრობ რომ ეს საქართველოში ერთ-ერთი დღეს საქართველოს იგივე იმ რეიტინგებში რომელშიც ძალიან მაღალი არის ოპოზიციის ლიდერებიდან ყველაზე გამორჩეული არის სწორედ ბაქრაძის რეიტინგი ისევე როგორც ქართული ოცნების ძალიან საინტერესო ტენდენცია 74% რეიტინგებში არის ბიძინა ივანიშვილი და შემდეგი არის ირაკლი ალასანია რაც არის ძალიან საინტერესო არის მერსედესი და არის ოპელი დღეს ბაქრაძე ზის ოპელში ჩვენ ვართ მერსედესში და ალასანია მერსედესზე კარგი ერთი კითხვა უნდა დავსვა ისე ვერ გაუშვებ ბატონ მიშას ეს მერსედესი გზაში არ დაგიშალოთ უბრალოდ აი მე მამაზე მერვილობ მიშა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო ინფორმაცია რაც წეგან თქვენ ბძანეთ მე ისე ვერ გაგიშვებ ერთი კითხვა კიდევ რო არ დაგისვათ ან ორი ამის შესახებ რომ თქვენ გაქვთ ინფორმაცია რომ რაღაცა მზადდება ახალი ვერსია ჟვანიას თემაზე ის მაინც გითხარით შეიძლება აღმოჩნდეს რომ ადგილმდებარეობა აღმოჩნდეს შეცვლილი რომ იქ არ მომხდარეს აღარ მახსოვს ძალიან ბევრი წელი თუ რამის თქმა მე როცა ვაპირებ თქმას გარდა იმ მომენტისა როცა ამის გადავწყვეტ შენ შეგიძლია თქვა რომ რამე დამაცდენიე არა მაგრამ მე მაინტერესებს იქნებ რაღაც კარგით მაშინ ერთ კითხვას კიდევ დავსვავ ანუ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით იმ სახში მოხდა თუ არ მოხდა და კიდევ ერთი რომ აღმოჩნდეს ბატონიშა რომ ახალი გამოძიების მიხედვით რომელიც აშკარად მიმდინარეობს ამ ვერსიის მიხედვით რომ აღმოჩნდეს რომ ზურაბ ჟვანია არის მოკლული როგორი იქნება თქვენი რეაქცია ნანახი საბუთები ინგა ესეთ რამე არ ჩანს ზურაბ ჟვანია არის გარდაცვლილი და სხვათა შორის ისევ მინდა ვთქვა რომ გავიმეორო ბაქრაძის რომელიც ვიკას შეფასებით სხვანაირად ფიქრობთ მე ვფიქრობ რომ დათომ აბსოლუტურად სწორი პასუხი გასცა რომ დღეს აი ეს ზურას გარდაცვალება იმდენად ღრმად იყო პოლიტიზებული რომ გარკვეულწილად ძევლები არიან ვიკას არ გულისხმობ რაღაც ნაწილი განსაკუთრებით საგამოძიებო საქმეებით ვინც არის დაკავებული ვინც არის დაკავებული საგამოძიებით რომელიც პატაკებით ჩააბარეს რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაცა შეიძლება სიახლე იყოს კი ბატონო და ბოლო კითხვა უნდა დავსვა ისე ვერც თქვენ ვერ გაგიშვებთ ეს კითხვა რო არ დაგისვათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს განაცხადა რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იურისტების იმუშავებენ სწავლობენ უფრო სწორედ და ამ განცხადებას დაემთხვა შემდეგ ევროკავშირის განცხადება რომელიც ასეთია რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება დაჩქარდება და ეს სავარაუდოდ მოხდება აგვისტომდე. რა ხდება, ანუ რატომ მოხდა ესე დამთხევა ამ განცხადებებში, ანუ უკრაინის ფონზე ხომ არ დაინახეს რაიმე საფრთხეები საქართველოსთან მიმართებაში და ამიტომ ხომ არ დაჩქარდა ამ გადაწყვეტილების. ეს თემებზე რომ უფრო მეტი ვისაუბროთ. არა, გასაგებია, მაგრამ ეს კითხვა რო არ დამესვა გამორიცხული. დიდი მადლობა, ძალიან კაი კითხვაა, გეთანხმები. ინგა მოდი პირდაპირ ვთქვათ, უკრაინას აქვს თავისი მონეტას როგორც აი დადებითი და უარყოფითი მხარე მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში ანალიზი რო გავაკეთოთ აქვს ჩვენთან მიმართებაში როგორც დადებითი ასევე უარყოფითი პირდაპირ გეტყვით რომ მიუხედავად იმისა რომ ის უარყოფითი ხო ჩვენზე რაღაც დადებითად მუშაობს მე მირჩენია რომ არ ყოფილიყო იმიტომ რომ უკრაინა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა ჩვენ რეზოლუცია მივიღეთ უკრაინასთან დაკავშირებით და მე ვფიქრობ რომ ეს არა მხოლოდ უკრაინა ევროკავშირის ურთიერთობებს ეხება არამედ ეს რეგიონალური ევროპული უსაფრთხოების მომავალი სერიოზული ელემენტი იქნება, ამიტომ მე უსურვებ უკრაინელ ხალხს იგივეს და დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო-ბოლო ევროპის ოჯახის წევრი გახდება უკრაინას უფასოვნად, მაგრამ დღეს არის ეს თემა. აქედან გამომდინარე ევროპელებმა როდესაც დაინახეს, რომ ეს პრობლემა შეიქმნა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ შესაძლებელია რუსეთმა გადაწყვეტოს, მოლდოვაში არჩევნებია თან. არჩევნებია წინ პირველ ადგილზე რეიტინგებიც აბსოლუტურად გეთანხმებით. ამიტომ ამან შეიძლება ერთგვარი ტორპედირება, თქვათ, ჩვენი ინტეგრაციის საკითხს მოუწყოს და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ
სექტემბერში გეგმავდით ხელმოწერას, შეიძლება დააჩქაროს კიდეც და კიდევ ერთი ეს მარტო ევროპულ ინტეგრაციას არ უკავშირდება, მე არ მინდა არანაირად რაღაც მოლოდინები გაუზარდო ჩვენს მოსახლეობას, მაგრამ ნატოს სამიტია წინ. ეს უნდა ვიცოდეთ. პირველი საკითხი იქნება იქ ალბათ ავღანეთი, მეორე საკითხი იქნება ნატოს მომავალი, სადაც გაფართოება შეიძლება ესე როგორც ესეთი არ ჩაიდოს, მაგრამ პროგრესი საქართველოს როგორც შიდა ასევე საგარეო, მათ შორის რუსეთთან დაკავშირებით მოხმარებისთვის იქნება შეიძლება იყოს გადაწყვეტი წელი. ამიტომ მე მინდა რომ ამას რა თქმა უნდა მე აბსოლუტურად მინდა დავეთანხმო ვიკას რომ ჩვენი მთავარი და ისტორიული მონაპოვარი იქნება ზურას უყვარდა ესე თქმა რომ ჩვენი თაობის ისტორიული შანსი არის პრივილეგია არის რომ ქართული სახელმწიფო შექმნას და ჩვენი ადგილი ევროპაში და რა თქმა უნდა ჩვენ რო უკრაინასთან ერთად ყოფილიყავით ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ შენი პარტნიორი შენი მეზობელი უკრაინა ამხელა ქვეყანა მიუხედავად იმისა რომ უკრაინაში ისეთი პრობლემებია ჩვენ დიდი ხანია ეს პრობლემები არ გვაქვს და არც შეგვაწუხებს რა კორუფცია დაკავშირებული საკითხები რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულია მაგრამ ევროკავშირი მზად იყო ყველაფერს ეს გადაელახა ოღონ უკრაინა გამხდარიყო თუმცა ჩემთვის ბევრად უფრო მომგებიანია ესე როგორც ვიკასთვის რომ ჩვენ ევროკავშირთან გქონდეს უვიზო რეჟიმი ვიდრე რუსეთთან ახლა რუსეთში სიარული უნდა იაროს პრობლემას ვერ ხედავ მაგრამ ჩვენი პერსპექტივა ჩვენი ბაზარი ჩვენი განვითარება ჩვენი მომავალი იქით არის ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა და რა თქმა უნდა ევროპამ დღეს დაინახა ის საფრთხე რომელიც შეიძლება დაემუქროს საქართველოსაც მაგრამ აქაც ერთ რამეს ვიტყვი და მგონია ამაში მაინც ვიკამათოთ მე დავიკამ რომ ჩვენ დღეს რუსეთის ბაზარზე და იმ პროცესებზე რომელმაც უკრაინას ჩაუტარა რუსეთმა და უპირებს ჩაუტაროს უფრო ვთქვათ ის ხალხი დგას ჭირჭირობით ყარად არა ვართ ასეთი სენსიტიურები დიდი მადლობა და ამას ჩვენ უფრო უდგენელად გადაიტანს ჩვენთან ეს საქმეები უფრო ნაკლებად დაგვაზიანებს დიდი მადლობა უნდა დაგემშვიდობოთ ერთი სიტყვით მითხარით ვინ იქნება შემდეგი ნაციონალური მოძრაობა და თქვენი აზრით ვისაც პროკურატურაში დაიბადა არა ნუ ეხა ინგა ეს ისეთი კითხვაა ბუნებრივი ეხა არა ბესელია თქვა რომ ჩვენ რეკომენდაციები გადაუგზავნეთ მთავარ პროკურატურას რაც პირდაპირ იმას ნიშნავს რომ პარლამენტი მუშაობს რამეს გეტყვი და რაც არ კლავს გაძლიერებს რეკომენდაციები გადაუგზავნეთ ბუნებრივია ინგა მაგრამ ერთი რაღაცა მინდა თქვა კიდევ ერთხელ ხას უსვავ რომ ჩვენ ქართულმა ოცნებამ მოვედით იმ დაპირებით და მოვედით იმ мотивაციით რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში მართლაც რომ სელექციური სამართალი მორჩეს და არც ერთი ადამიანი დაწყებული პრეზიდენტიდან დამთავრებული ჩვეულებრივ ვივატარებდე არ არის კანონთან მიმართებაში რაღაცა დიფერენცირებული. ჩვენ თუ ასე შევძებით ამას ხალხი უფრო დაინახავს და მე მგონი რომ ერთი წლის განმავლობაში ეს დავამტკიცეთ. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე იგივე სასჯელ ახსრულების მინისტრის კომენტარი ფირების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, მაგრამ ბოლო პერიოდში ჩემთვის პირადად მიუღწეველი აღმოჩნდა სოზარ სუბართან ინტერვიუ. მთელი რიგი საკითხები არის დაგროვილი. არც იმედია, როდესმე ვეღირსებით მასთან პირდაპირ ეთერში ინტერვიუს და მისგან მოგავიგებთ პასუხს რატომ არ მოხდა ან არ ჩათვალეს საჭიროდ ამ ფირების გასაჯაროება. წარმატებებს გისურვებ, კარგად გრძანდებოდეთ. თქვენ უსმენთ ვიქტორ დოლიძეს და მიხეილ მაჭავარიანს. რამდენიმე წუთში დიდ პოლიტიკას კვლავ გამოუძიებელი საქმეების და სამართლიანობის აღდგენის თემით განვაგრძობთ, რომელი საქმეები მიაჩნიათ პირველ რიგში სასწრაფოდ გამოსაძიებლად ადამიანებს, ვინც სიმართლის კომისიაში ერთიანდებიან. რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. მაშე განვაგრძობთ გადაცემას წარმოგიდგენ ჩვენ სტუმრებს მამუკა არეშიძე, გიორგი ჭანტურია, კახა კახიშვილი, ზურაბ ყოპალიანი, ნინუკა ბორჩხაძე. საღამო მშვიდობის. ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ იმ ინიციატივაზე, რომლითაც გამოდის იურისტთა საერთაშორისო კლუბი და ეს ინიციატივა ეხება სწორედ იმ პრობლემას, რომელიც ძალიან დიდი ნაწილის აზრით ჩვენი საზოგადოების არსებობს ქვეყანაში. ეს არის სამართლიანობის აღდგენის თემა და ეს არის კომისიის შექმნის მოხსნა დღის წესრიგიდან, რომელიც თავდაპირველად იყო დაანონსებული. ხარვეზების შემსწავლელი კომისია. რამდენადაც ვიცი, ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ხარ შენ, თქვენ ნინუკა. თუ შეგიძლიათ, რომ გვითხრათ რა იგეგმება, რას ითვალისწინებს თქვენი ინიციატივა და შემდეგ მაინტერესებს ჩვენი საუბარი, რომ წავიყვანოთ იცით როგორი მიმართულებით, პირველ რიგში თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა იქნას გამოძიებული საქმეები, რა არის ყველაზე
მნიშვნელოვანი და რას აპირებს თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ ხელისუფლება, როცა გაკეთდა განცხადება, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის თემამ გადაიწია, ანუ ალტერნატივა რა არსებობს ქვეყანაში, გისმენთ? ძალიან დიდი მადლობა ინგა სტუდიაში მოწვევისთვის. მადლობა რომ მონაწილეობთ. ახლა რაც შეეხება ინიციატივას, დიახ, ეს არის ერთ-ერთი ინიციატორი მე ვარ, ბატონ მამუკასთან ერთად, როგორც საზოგადოებრივი სექტორის ესე ვთქვათ მოდაშია ეს სახელი წარმომადგენელი ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ რა გამოსავალი შეიძლება მოინახოს ამ სიტუაციიდან იმიტომ რომ საზოგადოების დაკვეთა დღეს არის ცალსახად სამართლის აღსრულება და არა სამართლიანობის აღდგენა თუ სამართლიანობის აღდგენაზე ვლაპარაკობთ მაშინ 1918 წლიდან უნდა მოვყვეთ და ძალიან შორს წავალთ საქმე ის არის რომ ჩვენ დავინახეთ დეფიციტი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ორგანიზაცია არის, რომელიც აკეთებს დასკვნებს, სამართლებრივ დასკვნებს და შეფასებებს საქართველოში, დავინახეთ დეფიციტი კვალიფიციური შეფასების და კვალიფიციური წინადადებების, უბრალოდ სამართლებრივად კარგად დასაბუთებული, კარგი შესწავლილი წინადადებების და ალტერნატივების და ინიციატივების. ან ჩვენ მოვახერხეთ ისეთი ცნობილი იურისტების გაერთიანება ამ კლუბში, როგორც გუშინ ესწრებოდნენ იქ იყო ყველა თაობის წარმომადგენელი და ეს არის ხალხი, რომელიც მუშაობდა საქართველოს საპროცესო კოდექსზე, რომელსაც აქვს ქართულ სამართლებრივ იურიდიულ სკოლაში ძალიან დიდი ლომის წილი, ესე თქვა, შეტანილი და გვინდა რომ ახალგაზრდებთან ერთად, აუცილებლად ახალგაზრდა იურისტებთან ერთად ამ ხალხმა შეიმუშაოს ხედვა, დადოს რამდენიმე წინადადება, თქვათ, რასაც ხელისუფლება გაითვალისწინებს, ან თუ კი ხელისუფლება თქვათ ვარზე იქნება, მაშინ რაღაცა მექანიზმით ჩვენ ვაიძულებთ ხა ამას არ ვამბობ რადიკალური ფორმით, მაგრამ დავუსაბუთებთ და დავუმტკიცებთ ხელისუფლებას, რომ ეს არის სწორედ საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ ზუსტად იმიტომ, რომ იქ ძალიან ბევრი პროფესიონალი იქნება გაერთიანებული და ვიმუშავებთ რამდენიმე მიმართულებით თუ გნებავთ. კი ბატონო, რამდენიმე მიმართულებით, რას ფიქრობთ თქვენ ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მიმართულება, რითიც უნდა ამოქმედოთ, ამუშაოთ, აიძულოთ გნებავთ ამ სიტყვას ვიტყვი, ხელისუფლება, რომელიც რაღაც გარკვეული პერიოდით ჯერჯერობით ვერ ახერხებს ამ კომისიის შექმნას. მე მინდა გითხრათ, რომ ვიდრე დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს, მაინც მინდა ვთქვა, რომ ეს ინიციატივა, ესე იგი ესე თქვა, ჩვენი ორგანიზაციიდან სამოქალაქო სოლიდარობას, მე რომელსაც წარმოადგენს სხვა ორგანიზაციას, იქიდანაც ის ორგანიზაციულად შევუერთდეთ ეს. და ქალბატონი ნანა თხელიძე იყო ჩვენი ორგანიზაციიდან ერთ-ერთი ინიციატორი ამ საქმისა. დამფუძნებელი. ახლა გადავალ იმას. მე არ მინდა ახლა იურიდიული ესე თქვა ტერმინოლოგიით ვისაუბრო, უხერხულია, ყველაფრის ექსპერტი ხო არა ვარ. თქვა საზოგადოებას წარმოვიდგინეთ. არა, რაც შეიძლება მარტივი ენით რომ ვისაუბროთ, ნაკლებად იურიდიული, იმიტომ რომ აი იმ ნაწილისთვის საზოგადოების, რომელსაც მიაჩნია, რომ მათთვის სამართლიანობა არ დამდგარა, აღდგენა არ მომხდარა, აი ამ ადამიანებმა რომ კარგად გაიგონ რას ითვალისწინებს თქვენი ინიციატივა. მოცემულობა არის ასეთი, არის უკმაყოფილო ხალხი, რომელიც უკმაყოფილობა იზრდება და არის ნაწილობრივ ხასუსომ ხელფეხშეკრული ხელისუფლება. რომელსაც უნდა და დაპირდა ხალხს რომ აღადგენს სამართლიანობას, მაგრამ ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ამას ვერ ახერხებს. ეს მოცემულობა, ხო? ეხლა ჩვენი ამოცანა რა არის? ჩვენი ამოცანა არის ერთის მხრივ დაემხმაროს ხელისუფლებას, ესე ვთქვათ, მოფიქრებაში, რა შეიძლება გაკეთდეს, ეხლა არ გითხრათ, ხო ძალიან გითხოთ რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით და თქვენი მოფიქრება არ არის ეგრე და მეორეს მხრივ, ასე ვთქვათ, რადგან ჩვენ ხელი უფრო გახსნილი გვაქვს, უფრო კი გახსნილი გვაქვს აბსოლუტურად, მოვახდინოთ პედალირება ისეთ საკითხებისა, რომელსაც ხელისუფლება თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ერთ შემთხვევაში ვერ ახერხებს. გარდა ამისა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ დავამთავრდეს ამ თემაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც ახლა მე ვიტყვი, რომ საქართველოში არის კადრების დეფიციტი. რომ გადაგეხედათ გუშინ დარბაზისთვის მიხვდებით, რომ კადრების დეფიციტი არ არის, არ შეიძლება იყოს არც ზოგადად იურიდიულ სამყაროში, არც კონკრეტულად პროკურატურაში არ შეიძლება იყოს კადრების დეფიციტი, არც სასამართლო სფეროში და მოკლედ ესაც იურისპრუდენცია ქვია, არც არ შეიძლება იყოს, რომ გვაქვს ამის რესურსი და არ არის გამოყენებული. აი ეს რესურსი უნდა გამოყენებული იყოს იმ საქმეში,
წესში, რასაც ქვია, სამართლიანობის, ესე ვთქვათ, აღდგენა იქნება, სამართლიანი მოპოვება იქნება, სამართლის აღდგენა იქნება, ტერმინოლოგიას არ აქვს მნიშვნელობა. მე ამ შემთხვევაში ემოციური შინაარსი სახელმწიფოს მშენებლობა. აი ყველაფერი ის სხვა საკითხებიც არის, არ არის მარტო იმ ქონება წამართვა, მე იქ არის უამრავი სხვა საკითხი, რომელშიც ამ ხალხის პოტენციალის არ გამოყენება ქვეყნის მშენებლობას არ წაადგება ნამდვილად. უნდა გამოვიყენოთ აუცილებლად. კი ბატონო, კაკა, რამდენად არის მზად თქვენი აზრით ხელისუფლება, რომ მიიღოს ეს ინიციატივა თქვენგან და იქნებ უფრო კარგად განვმარტოთ, რას ითვალისწინებს, რა თვალსაზრისით, ანუ ქმედით უნარიანი რამდენად იქნებით? მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ახლა ხელისუფლება რამდენად არის ამისთვის მზად, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოლოდინია საზოგადოებაში და ადრე თუ გვიან ხელისუფლებას მოუწევს იმ სამართლებრივი ნორმების ამოქმედება, რომელიც არ ამოქმედებულა გარკვეული ადამიანების მიმართებაში და ძალიან ბევრი უფლება შელაყული ადამიანია დღეს საქართველოში, რომელთა უფლება შელახონ გამოიწვია სხვა თანამდებობის პირების, ყოფილი თანამდებობის პირების უმოქმედობამ ან განზრახმა მოქმედებამ. აქედან გამომდინარე, თავიდან გახსოვთ თქვენ ხელისუფლებამ შემოგთავაზა ჩვენ ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელმაც გამოიწვია აჟიოტაჟი, ჩვენ იურისტების ნაწილი არ ვეთანხმებოდით ასეთი კომისიის შექმნას, იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია დღესაც, რომ ანალოგიური კომისიის შექმნა ერთი მხრივ უნდა ყოფილიყო ეფექტური საქმიანობისთვის განპირობებული და კომისია საერთოდ აი ასეთი ტიპის კომისია, სადაც არ გაქვს უფლება საპროცესო მოქმედებების ჩატარებისა, სადაც არ გაქვს უფლება რეალურად დაადგინო კონკრეტულად რაღაც ხარვეზი და მხოლოდ რეკომენდაციით უნდა მიმართო სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით, იქნებოდა არაეფექტური. ახლა წარმოიდგინეთ, მე გუშინაც ვაცხადებდი ამის შესახებ, შემოვიდა განცხადება. ადამიანი წერს, რომ გამაჩერეს ჩამიდეს იარაღი, პირობითად ვიძახი, ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ ჩამიდეს იარაღი, გამასამართლეს, იმიტომ რომ მე გავედი დაუშვათ 26 მაისის მიტინგზე. ეხლა თუ შენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება არ გაქვს, რა განაჩენი არის, საქმე შეისწავლ, საქმეში იქნება ორი მოწმეც, რომელიც იტყვის, რომ ამას ამოუღეს ნამდვილად იარაღიც იქნება და ექსპერტიზაც იქნება ალბათ ბალისტიკური, რომელიც იტყვის, რომ ეს იარაღი ვარგისია და ცეცხლსასროლ იარაღს წარმოადგენს, ხო? აქედან გამომდინარე, შენ ხომ უნდა ჩაატაროს საგამოძიებო მოქმედება, დაკითხო ხელახლა ის მოწმეები, რომლებმაც თავის დროზე დაადასტურეს, რომ თუ ისინი უარყოფენ და იტყვიან, რომ არა ბატონო, სხვა დრო იყო, ჩვენ გვაიძულეს, საერთოდ არ ყოფილიყოთ ხელი მოგვაწერინეს ასე შემდეგ, რომ აღმოჩნდეს, რომ რეალურად ამ საქმეში იყო ხარვეზი. და ამ კომისიაზე საუბრობდნენ, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ამიტომაც ვიცხოვ და სხვათა შორის ამ კომისიის შექმნის იდეამ გამოიწვია შემდგომში პოლიტიკურ სპექტრში საუბარი იმაზე, აი ვენეციის კომისიას რატო არ მოხდა. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ვთავაზობთ მარტივ გზას, პროკურატურაში შეიქმნას დეპარტამენტი. ახლა პროკურატურის დეპარტამენტის შექმნის უფლება ჰქონდა იუსტიციის მინისტრს. არც ვენეციის კომისია ჭირდებოდა ამას და არც რაღაც სხვა ტიპის კომისია, რომ ეთქვა შექმენი თუ არ შექმენი. კანონი ითვალისწინებს იუსტიციის მინისტრს შეეძლო შეექმნა დეპარტამენტი, ამ დეპარტამენტში შეეძლო დაენიშნათ ისეთი პროკურორები, რომლებსაც წარსულში არ ჰქონდათ ასეთი ტიპის საქმეებთან შეხება და გუშინდელმა დარბაზმა აჩვენა, რომ ასეთი ძალიან ბევრი იურისტი ყავს, რომელმაც ძალიან კარგად იცის სამართლის წარმოება და ამავდროულად არ ჰქონდა შეხება ამ საქმეებთან და აი ამ ვითარებაში პროკურატურას დაეწყო მუშაობა ამ საქმეებზე. გარდა ამისა, აქ არ არის მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეებს. თქვენ გახსოვთ, რომ პრობლემა არის არა მხოლოდ იმასთან, რომ ვიღაცამ სისხლის სამართლის პარაგრაფში წაართვა ვიღაცას ქონება, უსაფუძვლოდ ამყოფა საპატიმრო დაწესებულება. ადმინისტრაციული წესი ძალიან ბევრი ადამიანს წაართვეს. რთულია, ჩემი აზრით, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ალბათ თქვენ ჩემზე კარგად ერკვევით და ალბათ კი არა და ჩემზე კარგად ერკვევით. მე საერთოდ არ მაქვს არანაირი შეხება ამ სამართლებრივ საკითხებთან პროფესიით, მაგრამ ძალიან რთულია, იმდენი გამოსაძიებელი საქმეა. იმდენი ყველა ადამიანს მიაჩნია, რომ ის არის თავარი პრიორიტეტი. რაზე რომ პროკურატურამ რატო არ გამო? პროკურატურას დღეს თვითონ კი არ უნდა გამოიძია, ახლა ჩვენ გვეუბნება, აბა როგორ უნდა გამოიძიოს პროკურატურა 29000 საჩივარი. კი ბატონო, ვერ გამოიძიებს, იმიტომ რომ მთლიანად პროკურატურის ფუნქცია ბოლო პერიოდში განისაზღვრა, რომ იმ სხვადასხვა გამოძიებაზე ნაწილობრივ უარი თქვა პროკურატურამ, იმიტომ რომ ეს მისი საგამოძიებო აპარატი გადავიდა სხვა უწყებებში და 12 უწყებას აქვს დღეს საგამოძიებო ფუნქცია. აქედან გამომდინარე, პროკურატურა
უნდა ეს საჩივრები, რომელიც შედიოდა ქვემდებარეობისამებ, გაეგზავნა იმ უწყებებში, რომელთა კომპეტენციაში შედიოდა რაღაც საკითხების გამოძიება და მას საპროცესო ზედამხედველობა უზრუნველყო იმ გამოძიებაზე, რომელიც ტარდებოდა. კი ბატონო. აქედან გავდივართ, თქვენ ჩვენ ვსაუბრობთ, აბა რა ვქნათ, რამდენი საქმე და რაღაცა, აი ყველა ესე ეძახის, მარტივია, არის საკატეგორია საქმეები, სადაც თეთრზე შავად წერია, რომ გაგაფუჭეს. აი ეს პირდაპირ წერია და პოლიტიკური მოტივიც იკვეთება. სურვილი თქვი, თორემ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ამ კუთხით. პრობლემა არ იყო. აქ ახლა კიდე ერთ რამეს დავუმატებ და გავჩერდები. რაც შეეხება იმ თუ დღეს აი სამართლებრივი ნორმები არ ამოქმედა, აქ საუბარი რაზეა? საუბარი იმაზე ხო არა, რომ ახალი ნორმები მიიღო და ამ ახალი ნორმების ამოქმედებული ნორმების საფუძველზე დავიწყოთ გამოძიება სხვა საქმეებში. საუბარი იმაზეა, რომ ამოქმედდეს ის ნორმები, რომელიც დღესაც ეწერა და მაშინაც ეწერა კანონში, მაგრამ არ მუშაობდა, იმიტომ რომ ვიღაცა პოლიტიკური ნიშნით ცდილობდა საპროცესო კოდექსის საკუთარ თავზე მირგებას, სისხლის სამართლის კოდექსის და ასე შემდეგ. ნორმა წერია, დღესაც წერია და გუშინაც ეწერა. რა, კონსტიტუციაში არ წერია, რომ თავისუფლება ხელშეუხებელია, ქონება ხელშეუხებელია, არ ეწერა მაშინაც 9 წლის გამო ეწერა. ჩვენ ვსაუბრობთ ეს რომ ამოქმედდეს. კარგი. თქვენ სასამართლო საქმეების გადახედვასაც აპირებთ, ბატონო ზურაბ კოპალიანი. ამ წუთას საპატიმროებში მაგალითად 1000-მდე პატიმარი ამ წუთასაც შიმშილობს. ანუ ჩვენ ხო სწორედ ამ მოთხოვნით რომ გადაიხედოს მათი საქმეები. მოგესალმებით, მადლობთ მოწვევისთვის. პირველ რიგში აქ ბატონმა კახიმ ცლათი საუბრა იმაზე, რეალურად რითი უნდა დაიწყოს მოქმედება და ჩვენ სწორედ ამას თავაზობთ ხელისუფლებას, პრინციპში თანამშრომლობას მათი სრული შემთხვევაში, რით შეგვიძლია ჩვენ დავეხმაროთ, იმიტომ რომ რეალურად დღეს ძალიან აქტუალურად დგას ეს საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც, რომ საზოგადოებაში ის განცდა მაინც გაუჩნდეს, რომ დაიწყოს სამართლის აღსრულების პროცესი. როგორც ბატონმა კახიმ ბრძანა, აქ პრინციპში უკვე არსებობს ის ნორმები, რომელიც რეალურად ასამოქმედებელია, აქ რაღაც არაფერი არ არის გამოსაგონებელი თავიდან, ეგ ერთი. რაც შეეხება ზოგადად ეს თემა გახდა რაღაც ძალიან პრინციპში ხედვის დონეზე არასწორად დადგა და რატომ მანუ მიდგომა მსგავსი რომ მაგალითად ჩვენ ეხა რომ აღვადგინოთ სამართლიანობა ეხა ჩვენ არ გვცალია ამისთვის იმიტომ რომ ეს ძალიან ძვირია არ გვცალი არა ბიუჯეტი ვერ გაწდება არა მამაგას გულისხმობ მე ვუტირებ ეხლა მაგრამ ანუ ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწდება და ასე შემდეგ ჯერ ესეთი თვისობრივად სტარია ეს პოზიცია იმიტომ რომ სახელმწიფოს თავარი ფუნქცია არის სწორედ რომ აღასრულოს სამართლიანობა გნებად დაამკვიდროს სამართლიანობა ქვეყანაში იმ ხელისუფლებამ რომელსაც შეცვალა წინა ხელისუფლება და რომელსაც ჰქონდა და აქვს ამბიცია რომ პრინციპში იყოს და შექმნა სამართლებრივი სახელმწიფო და ნამდვილად დემოკრატიული ეგ ერთი და უბრალოდ აქ ჩვენ ვდგებით რაც უნდა აღინიშნოს შემდეგი საშუალების წინაშე რომ თუკი არ დაჩქარდება ეს პროცესი რეალურად სამართლის აღსრულების ძალიან დიდი საშუალება არსებობს შეიძლება ამ ეტაპზე ჩვენ საზოგადოებას არ აქვს ბოლომდე ეს გააზრებული იმისა რომ იმ ადამიანებმა რომლებიც თვლიან რომ მათთვის არ აღსრულდა კანონიერება არ აღდგა სამართალი და ასე შემდეგ მიმართონ ალტერნატიულ მეთოდებს რაც პრეცედენტის დონეზე შემდეგ შეიძლება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს ანუ უბრალოდ რაღაც არასამართლებრივი გზები დაიწყონ ძალიან მარტივად თავიანთი ან ქონების დაბრუნება ან თავისი შელახული უფლებების აღდგენა ისე როგორც მათ წარმოუდგენია და არასამართლებრივ ნორმებში გახსოვთ თქვენ შევარდნადეთ მაგას რო იპარავდნენ კურდებთან და არა პოლიციას აბსოლუტურად მოხდება მერე როცა საკანონმდებლო ინსტიტუტების მიმართ დობა დაიკარგება ანუ თუ კი დაიკარგა დობა საკანონმდებლო ინსტიტუტების მიმართ შესაბამისად ბუნებრივია თავის დაუნებურად ამოქმედება ალტერნატიული მეთოდები, რაც არის კატეგორიულად მიუღებელი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ნორმალურ საზოგადოებაში. უბრალოდ მაპატით ქალბატონინგა მე რასაც მინდა კიდევ ასევე ხაზი გაუშვლა. აქ სამართლიანობის აღდგენა თვითონ ბუნებრივია მრავალ მიმართულებას მოიცავს, მაგრამ ჩემი აზრით ასევე ანუ აქცენტი რაზეც კეთდება ძირითადად ანუ ეს ეხება სამართლიანობის აღსრულების იმ ნაწილს, სადაც საუბარია ქონებრივ დავებზე, მიტაცებულ ბიზნესებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რომ აი თუ თვითონ კერძო საკუთრება, რომელიც არის ესეთი უმთავრესი და ფუნდამენტური უფლება ადამიანისა, საქართველოში აი ბოლო წლების განმავლობაში იყო მართლაც რბილად რო თქვა ძალიან შელახული, ხდებოდა ყველა ვიცით ეს არ არის სიახლე შესაბამის სტრუქტურების შესაბამისი ადამიანების დაბარება, შემდეგ ერთხელ არა ქონებების
გასხვისება გარკვეულ ადამიანებზე ან ჩუქება ან ბევრი მილიონის გადახდა არარსებულ ობიექტებში დიახ არარსებულ ობიექტებში ამით სახელმწიფო დიახ უბრალოდ ეს ჩემი აზრით სახელმწიფოს აღდგენა ზუსტად ამით უნდა დაიწყოს რაშიც ხედავენ ეგენი ყველაზე დიდ საფრთხეს ეს არის ის რომ ხელისუფლება უნდა მოახერხოს აუცილებლად და დაიწყოს სამართლების აღდგენა კონკრეტულად აი მწართმეულ ბიზნესებზე ქონება ზოგადად კერძო საკუთრების უფლების აღდგენაზე ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ამის გარეშე უბრალოდ არც ერთ სახელმწიფოს არ არსებობს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ძველი რომიდან დაწყებული, შემდეგ საფრანგეთის რევოლუციამ აღიარა ეს ადამიანის მთავარ უფლებად, კერძო საკუთრების უფლებად. თუ კი არ მოხდება ამ კერძო საკუთრების როგორც უფლების სათანადოდ პრინციპში აღიარებული აქვს ეს რა თქმა უნდა საქართველოს კონსტიტუციის თანახმადაც უბრალოდ რეალურად აღსრულება ესე ძალიან მძიმე პროცესებს გამოიწვევს იმიტომ რომ საუბარია ადამიანების კერძო საკუთრებაზე ან ბიზნესმენების ძალიან და გიორგისთან მექნება შემდეგ გაჟღერდა ინიციატივა ბატონმა გია მეფარიშვილმა გააჟღერა მაგალითად რომ სახელმწიფომ აიღოს რაიმე ტიპის ვალდებულება რომ რაღაცა გზით მაინც დაბრუნდება ის ქონება თქვა ერთი ნაწილი ეხლაც ეკონომიკის სამინისტროს განკარგვაშია და ჯერ არ გადაცემულა სხვა მფლობელებზე ის მაინც დაუბრუნონ წინა მფლობელებს და მეორე იმ კეთილსინდისიერ ამიტომ ერთად კიდე მეორე პრობლემაა დღესაც მიმდინარეობს საგადასახადო სასამართლოში სადაც ძველ საგადასახადო დარიცხულ ოქმებზე საფუძველზე ითხოვენ ფულის გადახდას ანუ შეჩერებული არ არის პროცესი და მეორე იქნება ძალიან საინტერესო ინიციატივა გაჟღერდა რაღაცა ან ობლიგაციების სახით აიღოს სახელმწიფომ რაღაცა ვალდებულება ან რაღაცა დროში გაწერილი ანუ არსებობს ამისი მე ხო არ მინდა თქვა შევიდეთ დეტალებში უბრალოდ რატო გაგაცნო აი თუნდაც გალბატონი იგა ერთი კითხვა მაქვს თქვენთან აი მაგალითად ერთ ლარად 27000 ადამიანს აჩუქეს ქონება საქართველოს ქონება რაღაცის გულისთვის არის პრეცედენტი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რომ როდესაც ვიღაცას ერთ ლარად აჩუქეს რაღაცა მე მოსთხოვეს საშემოსავლოს გადახდა ეს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში ეს გადაწყვეტილება არ იყო გამოტანილი ამ ხელისუფლების პირობებში იმ ხელისუფლებას დაადგინა თამაში წესები რომ თუ გაჩუქე საშემოსავლო გადამიხო 27000 ასეთი ტიპის ქონების ჩუქების აქტია გადაახტევინეს საშემოსავლო მოიზიდა ეს თანხები ფონდში ის რასაც ანაზღაურებ იქით რომ იძლია ანაზღაუროს დანარჩენი იქიდან გადაიხადე და მილიონი სხვა საშუალება არსებობს კიდე რომ მე ამ ადამიანებს აუგუდგინო უფლება იმიტომ რომ არ არის ეხლა დღეს თუ ვინმეს გონი აი მაგალითად იმედის მაგალითი სადაც თქვენ მუშაობთ იმედის წამრთმევს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ რომ არ ცოდნოდა რომ დააბრუნებინებენ იმედს ყველა შემთხვევაში კანონიერ მეტაპატრონის დაუბრუნებს იმედს ის ამას არ დააბრუნებდა ამ როგორც კი მიხვდა რომ ყველა შემთხვევაში დააბრუნებინებენ იმედს თვითონ აჩუქა ესეთი მიდგომა რომ ქონოდა სახელმწიფოს რომ მე აუცილებლად აღვადგენ აი შელახულ უფლებებს თვითონ დაიწყებდნენ ძებნას წამრთმევებით ვისაც წაართვეს და მოსთხოვდნენ რომ უკან წაიღე შენ ჭირი მე მუნ საჩუარი არ შეიტანა რა ვიცოდი მაგრამ გიორგის დაუსვა შემდეგ შეკითხვას ხელისუფლების ნება როგორ ფიქრობთ როგორი არის იქ ესწრებოდნენ ხო უმრავლესობის წარმომადგენლების თქვენს გუშინდელს შეკრებას ხელისუფლების ნება როგორი არის ამ შემთხვევაში ანუ თქვენგან ერთგვარ რეკომენდაციებს თქვენგან მიღებულ აი ამ ინიციატივებს როგორ ხვდება ხელისუფლება ეხლა მოგახსენებთ პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისათვის ხელისუფლების ნება ეხლა როგორც აქ აღნიშნეს სტუმრებმა არის და სურთ რომ რაღაცა საქმე დაიწყონ და სამართლიანობის აღდგენა დაიწყოს. თუმცა აი როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო და აქ რაღაც ყურადღება არ მიექცა უამრავი ადამიანი დღეს ციხებში შიმშილობს, ისევ შიმშილობს და აი ამაში გამოიხატება ხო ხელისუფლების ნება. სასჯელახსოვრების ნომერ მე-7 დაწესებულებაში ციხის უფროსი კვლავ აწამებს ადამიანებს, პატიმრები კვლავ შიმშილობენ და იგივე სიტუაცია გრძელდება. ასე რომ ხელისუფლების ნება საქმეში არ გამოიხატება. სურვილი როგორი აქვს ეს მეორე საკითხია. და მე ახლა რაღაც ზედმეტი იურიდიული ტერმინოლოგიით არ ვისაუბრებ, მაგრამ ანუ ჩვენი ეს ინიციატივა არის ის რომ სწორედ მივეხმაროთ ხელისუფლებას რომ რაღაცა საქმის გამოძიება დაიწყოს. თორემ ჩვენ ისევ იმ სიტუაციამდე მივალთ, საიდანაც დავიწყეთ და ისევ დაუბრუნდებით ძველ პერიოდს. კი ბატონო. რაღაც გამოიხატებოდეს იმაში რომ მეტი შეცდომა აღარ დაუშვათ.
აი ეს უფრო უკეთესია, სწორი ფორმულირება იქნება და თვალთმაქცობაც არ იქნება. მივეხმაროთ ადამიანი არ გთხოვს მომეხმარეო, ცოტა უხერხულია. ამიტომ უნდა მიეხმარო, რომ მეტი შეცდომა აღარ მოგვივიდეს. კი, მაგრამ მე რას ვკითხულობ, ანუ რამდენად არის თქო მზად ხელისუფლება, შესაძლებელია ძალიან ბევრი, ძალიან ჭკვიანი, პროფესიონალი შეიკრიბოს და თავისთვის რაღაც იდეები კონდეს, მაგრამ რამდენად ეს იქნება შემდეგ მესმის ხელისუფლების წევრები არიან მზად. ხელისუფლება არ არის მზად. ანუ გარკვეული ზოგიერთი წევრი არის მზად. მაცხად და წყალსახად, ქალბატონი ეკაბესელიასგან, ის მზად არის და დაინტერესებულია ჩვენთან თანამშრომლობით და მზად არის ითანამშრომლოს. ჩვენ ავლაპარაკობთ, რომ ის უპირობოდ მიიღებს რაღაცა კონკრეტულ წინადადებებს. მაგრამ აქ შემოდის ერთი მომენტი, ეს ორგანიზაცია არის საერთაშორისო. ჩვენ გვეყოლება ამერიკელი ძალიან სერიოზული ექსპერტები, რომლებიც ასევე თავიანთ რეკომენდაციებს დაურთავენ აი ჩვენი დიდი იურისტების ნაშრომებს და ინიციატივებს. როდესაც ორგანიზაცია შეიძენს ასეთ საერთაშორისო სტატუსს და აღარ იქნება სათქმელი ის, რომ ეს არის დასავლეთისთვის მიუღებელი ფორმა, მაგალითად და დასავლეთში არ არის ესა თუ ის მეთოდი ან რაღაცა გზა აპრობირებული, აი ამ გზას ჩვენ უჭერით ხელისუფლებას მაგალითად და ეს მაცავე ოპოზიციას პირველ რიგში. მაცავეს ასიკეთოთ, ანუ იმ კონიუნქტურას, რომელსაც ისინი ერგებიან, არ იქნებიან იძულებული, რომ ისევ მოერგონ და ვიღაცას თქვა კაცრი მოთხოვნა ახალი ველოსიპედი კი არ უნდა მოიგონო, რომ შემდგომში ვიღაცა დაჯდეს და იფიქროს, რომ ეს ველოსიპედია თუ არ არის ველოსიპედი. აპრობირებული მეთოდები მსოფლიოში არსებობს, ახლა აი ანიდოლიძე შემოგვიერთდება ჩვენ. არის აპრობირებული მეთოდები, რომელმაც გაამართლა ძალიან ბევრი კომისია არის ზუსტად ეს. ამიტომ ჩვენ შევთავაზებთ იმას, რამაც იმუშავა და თუ რაღაცამ იმუშავა და მთელმა მსოფლიომ მაშინ ამაზე თქვა, რომ აი ეს არის ძალიან კარგი და იყო კარგი, აქ რაღაცზე უნდა თქვან, რომ ეს არის ცუდი. კი ბატონო, მოდით მე რეკლამას გამოვაცხადებ ეთერში და შემდეგ ისევ დავბრუნდები და მექნება ორი კონკრეტული შეკითხვა თქვენთან, რამდენიმე წუთში ვართ ეთერში. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ და გვერდება პირდაპირ ეთერში ირაკლი კაკაბაძე იმავე თემით, ირაკლი საღამომშვიდობის, გისმენთ? რამდენად ქმედით უნარიანი აღმოჩნდება თქვენი ეს გაერთიანება, ეს ორგანიზაცია, როგორ ფიქრობ და ხელისუფლებისთვის რამდენად მისაღები იქნება თქვენს მიერ მიწოდებული რეკომენდაციები? გამარჯობათ, მივესალმები ყველას, დიდი მადლობა მოწვევისთვის და მოდის გიხდით, რომ შემოგიერთდით თავიდან. რამდენად ქმედით უნარიანი აღმოჩნდება ჩვენი გაერთიანება, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ითანამშრომლებს ჩვენთან ხელისუფლება, ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთანაც და ყველა იმ სასამართლო ორგანოსთან, რომელიც არის ამ საქმეში დაინტერესებული. ჩვენი ორგანიზაციები დამფუძნებლები არიან ამ ორგანიზაციის, ეს ორგანიზაცია თავისთავად შედგება იურისტებისგან და აქ ლაპარაკია რამდენიმე კომპონენტზე, რამდენიმე ელემენტზე, როგორ შეიძლება ჩვენ საზოგადოებაში მშვიდობა მოვიპოვოთ საბოლოოდ და დაწნარდეს მდგომარეობა და მართლაც პოზიტიური მშვიდობა იყოს ქართულ საზოგადოებაში. პირველ რიგში ეს არის ის, რაზეც საუბრობდნენ, კარგად საუბრობდნენ გამომცემლები, ეს არის სისტემური გასამართლება სისტემისა, ნეოლიბერალური ავტორიტარული სისტემის გასამართლება იმისა, რომელიც ძალადობაზე იდგა. ჩვენ ამ შემთხვევაში პირველ რიგში უნდა მოვლენა შევაფასოთ როგორც ერმა, როგორც საზოგადოებამ. ძალადობაზე დამყარებული საზოგადოება ვერ იმუშავებს ვერცერთ შემთხვევაში. თუ ჩვენ ამას არ გავასამართლებთ, ჩვენ მივიღებთ შედეგად იმას, რომ შემდეგი ხელისუფლებას, დღევანდელი ხელისუფლებას გააგრძელებს ძალადობით არსებობას და შეიძლება ამის ნიშნებიც უკვე შეინიშნებოდეს და აქედან გამომდინარე ხედავთ ამის ნიშნებს, ირაკლი? ამის ნიშნები, რა თქმა უნდა, შეინიშნება, რადგანაც როდესაც ვერ გმობ წინამორბედის ძალადობას, ძალადობაზე დამყარებულ სისტემას, მაშინ გრძელდება ძალადობა და უკვე რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ძალიან ახლოს თანამშრომლობთ ირაკლი ღარიბაშვილთანაც, სხვა მინისტრებთანაც და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ისე გავაკეთოთ ყველამ ერთად, რომ ეს ძალადობა არ იყოს, მაგრამ ეს მცდელობა
მცდელობები საკმარისი არ არის ჯერჯერობით, ამიტომ ვფიქრობ, რომ უფრო მეტი არის საჭირო. ამისათვის საჭირო არის სისტემური დანაშაულებების გამოვლენა, რომელიც არის მაგალითად იგივე მოწოდებები პრეზიდენტისა, რომელიც იყო არა ყველანი ციხეში, ყველას ესროლეთ და ასე შემდეგ. ეს სისტემური დანაშაულება, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ამას ამბობს და მე აღასრულებს მთელი სახელმწიფო. ამიტომ ეს არის აუცილებლად, ასე ვთქვათ, უარსაყოფი ჩვენი საზოგადოებისათვის. კონკრეტული საქმეებიც უნდა გაიხსნას, რა თქმა უნდა, რომელია ის საქმეები, რომელიც თქვენი აზრით არის ყველაზე მნიშვნელოვანი? საუბრობდნენ ქალბატონო ინგა იმ საქმეებზე, რომლებიც გასახსნელია. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელად ასახსნელია, რატომ არ იხსნება და უნდა გაიხსნას, რაც შეიძლება მალე. შუანიას გარდაცვალების საქმე, პირველ რიგში გერგვლიანის საქმე, ხელახლა უნდა მოხდეს 26 მაისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც სისტემური ძალადობის მონოპოლიის საკითხია, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და ძალადობაზე დამყარებული საზოგადოება. ჩვენ ჯერჯერობით ვრჩებით ძალადობაზე დამყარებულ საზოგადოებას, რადგანაც ამ კითხვებზე პასუხი არ გაგვეცია. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი, ჩვენი ჩვენ ვართ კონსტრუქციული ჯგუფი, ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტზე, რომელიც ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ ორგანიზაციის და ამ ორგანიზაციაში იურისტები იქნებიან, რომლებიც თავის მხრივ კომისიას მოიწვევენ. ჩვენი კონსტრუქციული თანამშრომლობა მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს სისტემური ცვლილება. საზოგადოება აღარ იყოს ძალადობაზე დამყარებული. ამის მაგალითები არსებობს, ახლა ჩემმა წინა გამოსვლებმა კარგად ახსენეს მაგალითები. მაგალითად ბატონი ჯონ მაკდონალდი, რომელიც გახლავთ ერთ-ერთი საპატიო თავმჯდომარე ჩვენი ორგანიზაციის, აცხადებს, რომ არსებობს რამდენიმე ვარიანტი, არა, სიმართლის კომისიისა. თქვათ ლიბერალური ვარიანტი, სადაც სამართლიანობა იქნა პირველ რიგში დაყენებული და მსხვერპლს მოусმინეს და გააკეთეს ისე, რომ მსხვერპლმა მთლიანად დადო ჩვენებები და რეჟიმი იქნა გასამართლებული. თუმცა არსებობს სამხრეთ აფრიკის ვარიანტი, არსებობს არგენტინის ვარიანტი და ასე შემდეგ, მრავალი პრეცედენტი. გასაგებია. მშვიდობისთვის აუცილებელია სამართლიანი საზოგადოება. ახლა დღეს ძალიან ბევრი ურევს სიტუაციას. ჩვენ ვიცით, რომ არიან საბოტაჟნიკებიც, არიან ის ხალხი, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩვენი სახელმწიფო არ შედგეს. და ძალიან ბევრ მცდელობას აქვს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან ადგილი იმისათვის, რომ მშვიდობიანი საზოგადოება არ იყოს. ამიტომაც ჩემმა წინა გამოსვლებმა კარგად ილაპარაკეს, ასეთი კომპეტენტური ხალხის ნაკლებობა, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ამავე დროს არ არის. შეიძლება ითქვას, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებობს ბევრი ქართველი იურისტი, აგრეთვე არის საქართველოშიც გამოცდილი იურისტები და აგრეთვე არის საერთაშორისო იურისტები, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ კომისიის მუშაობაში და კონსტრუქციულად დაეხმარებიან ბატონო ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას. ნახოთ, რამდენად აღმოჩნდება მზად ხელისუფლება, სწორედ აი ამ სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით, რომ თქვენი მხრიდან მიწოდებული რეკომენდაციები იქნება თუ სხვა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაითვალისწინოს. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ამით დავასრულოთ დღევანდელი დღე. მინდა რომ წარმატება გისურვოთ. ალბათ არაერთხელ მოგვიწევს კიდევ მომავალში ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ შეიძლება რომ დავამატო ინგა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი საკანონმდებლო ხელისუფლებამ ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით გადადგა და ეს გუშინ ქალბატონმა ბესელემ თქვენ ეთერში ბრძანა. ანუ ის რომ სააკაშვილის მმართველობა იყო რეჟიმი და იყო სისტემური დანაშაული, ამის აღიარება პარლამენტმა პრაქტიკულად რეზოლუციის სახით უკვე მოახერხა. ანუ ეს იყო ჩვენთვის პირველი ნაბიჯი და შემდეგი ნაბიჯი უკვე ამ სისტემური დანაშაულის გასამართლება იქნება. წარმატებას გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა რომ ყველა პროფესიონალი იურისტისთვის ახლა ეს დაფუძნებლები არიან, ჩვენ ყველანი მიწვეულები ვართ და აბსოლუტურად ყველას მოვწოდოთ, ყველა იურისტს, ვისაც სურვილი აქვს რომ და პრაქტიკული ცოდნა ასეთი ტიპის კანონპროექტებზე მუშაობის, რომ მობრძანდნენ და საკუთარი ცოდნით დაგვეხმარონ, რომ ჩვენ მერე ხელისუფლებას დავეხმაროთ. წარმატებას გისურვებთ თქვენ და პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვისაც მიაჩნია, რომ მათი ცხოვრება უსამართლობამ დაანგრია, ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა, ძალიან ბევრი ასეთი ისტორია ვიცი და ამ ადამიანების უზარმაზარი ნაწილი დღეს ამბობს, რომ მათთვის ჯერჯერობით სამართლიანობის აღდგენა არ მომხდარა. კარგად ვზარდებოდეთ, ალბათ ბევრჯერ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს ამავე თემით. მე კი აქვე მაყურებელს დავემშვიდობები. ორშაბათს საღამოს 8-ზე მთავარი თემებით ჩვენ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნახვამდის.